მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ არგუმენტების დრო მიხეილ ჭაბუკაშვილთან ერთად. ყოველ პარასკევს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებს, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. სანამ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავიდოდე, მინდა შევეხო ბოლო დღეებში კიევში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 75 ადამიანს, მათ შორის 2 ქართველი სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე არხის სახელით სამძიმარს უცხადებ უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას. როგორც ამბობენ, ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკებისა და კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომელთა შეძენაც ინტერნეტში თუ აფთიაქებში საკმაოდ უმტკივნეულოდ შეიძლება, რასაც ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება. ცნობილია, რომ ბოლო დღეებში მათ მოხმარებას კიდევ 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თითქმის დასრულებულია მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც ის ნივთიერებები, რომლისგანაც ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკები მზადდება, არალეგალურად გამოცხადდება. მინისტრის განცხადებით, ახალი კანონპროექტი ფაქტურად მზადაა და მხოლოდ დაზუსტება სჭირდება იმას, თუ რა სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გამოყენებული ბიოს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარებაზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო უერთდება საერთაშორისო კონვენციას, სადაც თავად ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია ხდება. ანუ ისინი ამიერიდან განიხილება როგორც არალეგალური ნივთიერებები, მათზე გავრცელდება კონტროლის ყველა მექანიზმი და აკრძალვა, რაც მაგალითისათვის ხორციელდება ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია სხვა ნარკოტიკული საშუალებების მიღებას არ შეამცირებს. მას ასე ბიონარკოტიკები და მათი მოხმარება. რა საფრთხეს უქმნის იგი ახალგაზრდა თაობას? რა გზებით აპირებს სახელმწიფო მასთან ბრძოლას? კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კანონი? კანონთან ერთად არის თუ არა გამოსავალი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია? სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად. მას ასე წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს ბატონი გელა ლეჟავა, ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით მაჭარაშვილი, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ხათუნა მაჭავარიანი, ქალთა პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი სოფო კილაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, ბიონარკოტიკების შესახებ კანონპროექტის ავტორი და ლევან ლორთქიფანიძე, სტუდენტი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ჩვენ სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონო გელა, თქვენთან მექნება შეკითხვა, რომელზეც ალბათ არაერთხელ გაგიციათ პასუხი, მათ შორის ჩვენ სტუდიაშიც. კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს რომ განვუმარტოთ, რომ აღარაფერი თქვა ზოგადად ნარკოტიკებზე, კონკრეტულად ეს ბიონარკოტიკები და კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალებები რა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისათვის? მე თვით მაინც გავაცალკევებდი, ესე იგი ბიოსაც ეძახიან, კუსტარულად დამზადებული, ასე ვთქვათ, მეორე ჯგუფია. მე ბიოზე ვილაპარაკებ, ალბათ დავიწყებ ამითი. მაფიამ იმისთვის, რომ თავი დაეღწია პასუხისმგებლობის საკითხს, უკვე დაახლოებით 10 წელიწადია, შეიძლება 12-იც, დაიწყო ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების შექმნა, რომელთა ფორმულებიც ოდნავ განსხვავდება იმ ნივთიერების ფორმულებისაგან, რომლებიც კრიმინალიზებული არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ და ასე ვთქვათ, ყველა ქვეყანაში შესულია კონტროლირებად ნივთიერებათა სიაში. გასაგები რო იყოს ასე ვლაპარაკობთ, აი მარიხუანა წამყვანი ნარკოტიკი მასში არის ეგრეთ წოდებული ტეტრაგიდრო 9 ტეტრაგიდრო კანაბიოლი, მაგრამ გარდა ამისა კიდევ ერთი 5 ვეტამინის სხვადასხვა ნივთიერებები არის. აი მაფია ქმნის სინთეზურად ამ ტეტრაგიდრო კანაბიოლის მსგავს ქიმიურ ნივთიერებას, რომლის ერთი მოლეკულა, ერთი ატომი განსხვავდება და ამიტომ უკვე აღარ ხდება, ასე ვთქვათ, იმ კონტროლირებად ნივთიერებათა სიაში, რომელიც დადგენილია, მიღებულია, ვთქვათ, მთელ მსოფლიოში. ეს აძლევს ასეთ უპირატესობას მაფიას, რომ ვერავინ ვერ იჭერს იმ ადამიანს, ვინც ამას ყიდის, ვერც ვერავინ იჭერს იმის გამო, რომ ის ამას ამზადებს, იმიტომ რომ ეს არ არის კონტროლირებად. ეს არის, ჩვეულებრივი რაღაც თქვა ნივთიერება.
ამ გზით ისინი აღწევენ იმას ჯერ ერთი რომ აიაფებენ, იმიტომ თქვენ გესმით რომ ძირითადი ფასი ედება ნარკოტიკს, იმიტომ რომ ის არის კრიმინალიზებული და ეს რისკი რომელიც თაზდევს მის გადატანაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავისთავად ვერაფერი არის. ამიტომ ეს ეხსნება და გარდა ამისა, ესე იგი თვითონ ვაჭრობას ხდება მაგალითად ინტერნეტით, იმ შეგიძლიათ როგორც შეგიძლიათ რომელიღაცა თქვა და არის კპილის ხნული გამოიწერო, ასე შეგიძლიათ გამოიწეროთ, იმიტომ ისე ვიდეო არ არის კრიმინალიზებული. აი ესეთი სიტუაცია, ну ასეთი ნივთიერებები ბევრია, ეხლა დღეს უკვე მე მგონი 170 არა დაახლოებით და შეიძლება მეტიც არის 350-მდე დაახლოებით 350-მდე უკვე სამართლებაზე მათი გავლენა ეხლა და ესე ბევრი არის. ну ჩვენ ახლა ლაპარაკობთ აი ბიოზე რასაც ლაპარაკობთ. ეს ბიოს გავლენა ჯანმრთელობაზე ცოტა რთული განსასაზღვრია, იმიტომ რომ სხვადასხვა პარტიაში შეიძლება სხვადასხვა ტოქსიურობის მქონე, ანუ სხვადასხვა კონცენტრაციით იყოს ნარკოტიკი. ეხლა ეს უქართულად ამზადება და არავინ არ იცის თქვა როგორ გამოვიდა, რისგან ამზადებს, ამიტომ, მაგრამ ჯამში, ну გავს მისი მოქმედება, ტეტრაგიდროკანაბიოლის მოქმედებას, ანუ ნიცევს განსხვავების გაცდას, მე ცოტა მეტი თუ არის, მე ილუზიები, галлюცინაციები, მე ვეღარ ერკვა დროში და ადგილში, აბა შეიძლება მოყოს კურჩხები და სიკვდილი. აი ეს არის დაახლოებით ის სქემა, რომელიც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მოქმედებს და იმის მიხედვით, რომელ პარტიასთან გვაქვს საქმე და რამდენი მიიღო, ან რამდენი მოწია, ვთქვათ, აი სიმძიმე ამაზე არის დამოკიდებული. ну სასაკუთრებულად საქართველოში ესე იგი ამა საკუთარ დიდი ხანია რაც განგაში გამოიწვია, მაგრამ თქვენ გესმით რომ მარტო აგრძელვა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ შეგეძლოს დაადგინო, რა რასთან გაქვს საქმე. თუ ვერ დაადგენ, არადა დაადგენისთვის სპეციალური ტესტები რომლებიც იყო საჭირო, ძალიან რთული იყო თავის დროზე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი მუშაობა გაწია, რომ ეს ტესტები მოეპოვებია, იმიტომ რომ აზრიანად კანონში შეიტანო, თუ მე რეალიზაცია ვერ მოხდა. ისე რომ ეს პირველი ეტაპი იყო, ამის შემდეგ ესე იგი მოხდა პარლამენტში ამის განხილვა, თქვა ასე შემდეგ, ეხლა დანარჩენზე კიდევ სოფიი ლაპარაკობს, იმიტომ რომ ხო ესა და პრინციპში ერთი თქვა მომენტი იყო და მე ძალიან მიხარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამის ინიციატორი, რომ იმის გამო რომ ამ ნივთიერებებს ძირითადად მოზარდები მოიხმარენ და ბევრი მათგანმა არ იცის თქვა რომ ეს ნარკოტიკია რა მოსდევს ასე შემდეგ, ამიტომ ასეთი ინიციატივა გაჩნდა რომ ესე ნუ კი დავიჟით როგორც ვიჟით დავუშვათ სხვა ნარკოტიკებისთვის 11 წლამდე დავუშვათ და პასუხისგებლობა იქნება იმისთვის რომ ეს ახალგაზრდებს რაღაცა მეორე შანსი მივცეთ ცხოვრებაში შევამციროთ ასე ვთქვათ პასუხისგებლობა. ბევრი ახალგაზრდა როგორც ცნობილია მათ იმის გამოც მოიხმარდა რომ ტესტით ვერ ადგენდნენ აბსოლუტურად მათალიზანდების. ეხლა ეს ყველაფერი დაძლეულია და აი პრინციპში ხა რაც შეიძლება ამ ბიოზი თქვას მოგახსენეთ ანაჩეს ასე ვთქვათ აი დიახ ქალბატონო სოფო თუ შეიძლება დეტალურად იმ კანონ პროექტზე რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს ბიონარკოტიკების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით რომლის ავტორიც თქვენ ბრძანდებით განვუმარტოთ ტელემაყურებელს კონკრეტულად რას გულისხმობს ეს კანონ პროექტი რა საშუალებებს შეეხება და ასე შემდეგ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თავარი სამი მიმართულება არის აი ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. პირველი, როგორც ბატონმა გელამ ბრძანა, ეს თავარი პრობლემა რაც არის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ძალიან სწრაფი გავრცელება არის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების წინაშე დგას თითქმის გადაუჭრელი პრობლემა. და პირველი რაზეც ჩვენ ვიფიქრეთ ამ კუთხით, როგორ მოვახერხოთ, რომ საზღვარზე აი ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება შეჩერდეს. როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებებს არ ქმნიან საქართველოში ლაბორატორიულად, არამედ 100%-ით შემოედინება საქართველოში საზღვარგარეთიდან. და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზიარებინა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ ევროპის 4 ქვეყნის გამოცდილება ამ კუთხით. ეს ქვეყნები არის შვეიცარია, ავსტრია, გაერთიანებული სამეფო და ასევე კვიპროსი, უკაცრავად. და ამ ქვეყნებმა გააკეთეს ისე, რომ მოახდინეს ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია. და ეს
პირველი მთავარი მიმართულება, რაც ჩვენს კანონპროექტში ასევე ასახული არის სწორედ აი ამ ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იმდენად რამდენადაც ნებისმიერი ჩანაცვლება იმ უმცირესი ნაწილაკების, ეგრეთ წოდებული რადიკალებისა, რაც ბატონმა გელამ ბრძანა, კარგავს აზრს. შესაბამისად, ყველა ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ამა თუ იმ ქიმიურ ნაერთთა კლასს და 9 არის ასეთი ნაერთთა კლასი და იმავდროულად გამოიყენება ნარკოტიკული თრობისათვის, იქნება კრიმინალიზებული, შესაბამისად მოხდება გაკონტროლება აბსოლუტურად საზღვრებზე და შესაბამისად ძალიან შემცირდება მოხმარება აი ამ ახალი ეგრეთ წოდებული ბიოსპაისებისა და ასე შემდეგ. მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. ეს ჯერ კიდევ არ არის როგორც ცნობილია დაზუსტებული თუ არ ცდები, ანუ კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თუ უკვე დაზუსტდა ეს იქნება. კი, ეს დაზუსტებული იყო იმ თავიდანვე დაზუსტებული იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ზუსტად იმ საფრთხის შემცველი არის, რაც მაგალითად ნარკოტიკი. და შესაბამისად ჩვენ გავუთანებთ ისინი ნარკოტიკებს, თუმცა იქ გავითვალისწინებთ თქვათ ახალგაზრდების მომენტი, რომ აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს მას და შესაბამისად ძალიან მაღალი სანქციები დაწესება რომ არ მოხდეს მათთვის, ამიტომ 11 წლიდან 5 წლამდე დავწეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად. ეს არის მაქსიმუმი 5 წელი, თუმცა ანუ იწყება ესე ვთქვათ 0-დან 5 წლამდე მოსახლეობისთვის უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს. შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბიონარკოტიკების მოხმარება დაიშება 0-დან 5 წლამდე და რეალიზაცია როგორ. ეს არის, ანუ ეს ეხება კონკრეტულად 260-262 მუხლებს სისხლის სამართლის კოდექსის რაც ითვალისწინებს ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადატანას, ასევე გასაღებას, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას, საქართველოს ტერიტორიიდან გატანას და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას. ნუ იქ არის მთელი რიგი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში, ასე რომლებიც ნარკოდანაშაულს ეხება, მაგალითად მისაკუთრება, მართსაწინააღმდეგო და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დელიქტი არის, რომელზედაც შესაბამისად ასევე იგივე პასუხისმგებლობა გავავრცელეთ, რაც თქვათ ნარკოტიკების შემთხვევაში. თუმცა აი ეს არის მეორე სიახლე და მესამე სიახლე არის ის, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მომავალშიც იქნება ესე ვთქვათ საფრთხე, რომელსაც მუდმივი მონიტორინგი სჭირდება, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ აუცილებელი არის 3 რელევანტური უწყების გამოცდილების კოორდინაცია და ეს 3 უწყება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეს არის ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. იქმნება კანონის მიხედვით სამუშაო ჯგუფი და ეს სამუშაო ჯგუფი გააკონტროლებს, მონიტორინგს მოახდენს მთლიანად ქვეყანაში, ვთქვათ, ხდება თუ არა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების შემოტანა, რათა მათ შესაბამისად მოახდინონ რეკომენდაციების მიცემა მთავრობისთვის და მთავრობა შემდეგ მიიღებს შესაბამის ზომებს. აი მრავალი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი ამ კუთხით, შესაბამისად, ანუ კანონპროექტი ზრუნავს ფაქტობრივად აი ამ მნიშვნელოვან. მადლობა ქალბატონო სოფო, აუცილებლად დაგიბრუნდებით კიდევ. ბატონო დავით, ამჟამად რა რაოდენობით თა ქართულ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი ისეთი მედიკამენტები, თუ გაქვთ ასეთი სტატისტიკა, რომელთაგანაც შესაძლებელია კუსტარულად დამზადდეს ეგრეთ წოდებული ნარკოტიკების საშუალებები, რომლებსაც მიმართავენ. თქვენ რაოდენობაში გულისხმობთ ალბათ რამდენი დასახელების მედიკამენტია დაშვებული საქართველოს ბაზარზე. პირველ რიგში მოგესალმებით, მაყურებელს, მადლობას მოგაცემთ სტუდიაში მოწვევისთვის. კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებებს რაც შეეხება დღის მდგომარეობით საქართველოში მზადდება კუსტარულად დეზომორფინი და ამფეტამინები. დეზომორფინის დასამზადებლად გამოიყენება კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ძირითადად, ხოლო ამფეტამინების დასამზადებლად გამოიყენება ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები. კოდეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები საქართველოს ბაზარზე დღეს მდგომარეობით დაშვებული არის 6 დასახელების, 6 სხვადასხვა კომპანიის, სხვადასხვა სავაჭრო დასახელების, ეფედრინის და ფსევდოეფედრინის შემცველი, ნორეფედრინის პრინციპში არ გვაქვს საქართველოს ბაზარზე დაშვებული დღეს მდგომარეობით, გვაქვს 4-5 დასახელების სულ სამკურნალო საშუალება დაშვებული საქართველოს ბაზარზე. მაგრამ აქ არის მთავარი პრობლემა, რამდენი დასახელების პრეპარატი არის დაშვებული საქართველოს ბაზარზე. პრობლემა არის ის, რომ რა რაოდენობით
თქვათ ხდებოდა მათი შემოდინება საქართველოში და რამდენად ლეგალურ არხებში ხდებოდა მათი გადინება თუ არალეგალურ არხებში ამის იდენტიფიცირება. ყველაზე მტკივნეული პრობლემა რამდენიმეჯერმე გამეორდი და გამეორდები კიდევ არ გავითვალისწინეთ ბატონ გელას რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც მან გაგვაფრთხილა, რომ კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებისგან მზადდება დეზიმორფინი, კუსტარულად ეგრეთ წოდებული კრაკადილი, ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილია. და ამის შემდეგ პირიქით დაშვების რეჟიმები 2008 წლიდან გაიზარდა თუ იყო ერთი დასახელების დაშვებული, დღეს მდგომარეობით არის 2008-დან 2011 წლამდე დაიშვა ისო კიდევ 5 დასახელების კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად 2008 წლიდან იზრდებოდა მათი იმპორტი, პრაქტიკულად ხდებოდა ლეგალურად მათი ქვეყანაში შემოდინება და ლეგალურად იმპორტირებული რაოდენობების შემდეგ არალეგალურ არხებში გადინება. აფთიაქების მეშვეობით აქ რომ ვისაუბროთ, რომ ძირითადი პრობლემა აფთიაქების ადმინისტრირება და ძირითადი დამნაშავეები აფთიაქები არიანო არ იყო ეს მართალი, იქიდან გამომდინარე, რომ ორჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელები, ეს მიმდინარეობდა კონტროლი აფთიაქების სისტემატიურ რეჟიმში, ამიტომ გასული წლიდან ხელისუფლების დავალებით ერთობლივად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვაწარმოეთ დაკვირვება, შემოწმებები, ერთობლივი ღონისძიებები, გავატარეთ და დავდეთ გარკვეული სტატისტიკა. პრობლემა იყო ის, რომ ლეგალურად შემოდინებული სამკურნალო საშუალებები გაედინებოდა არალეგალურ არხებში. აქ ყველაზე მცირე დანაშაულმა ჩემას ვამბობ და ალბათ გაიზიარებენ კოლეგები, ალბათ იყო აფთიაქი და ჩვენ ზეწოლას ვაკეთებდით აფთიაქებზე და აფთიაქის თავად პრობლემას თავიდან არ ვებრძოდით. აქედან გამომდინარე სტატისტიკამ რაღაც კატასტროფული მაჩვენებლები მოგვცა, 27 ავტორიზებული აფთიაქი შევამოწმეთ 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში, 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში და დადგინდა, რომ ამ 27 ავტორიზებული აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე კანონდარღვევით გაცემული იყო 3,5 მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. ერთი ულუფა, ერთი დოზის, თქვათ, კრაკადილის დასამზადებლად საკმარისია 3 აბი 8 მილიგრამის შემცველი კოდეინის ფოსფატის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. ასე რომ გადავიანგარიშოთ, ძალიან დიდი რაოდენობით არის. თან ეს გვაქვს ჩვენ აი ამ მცირე პერიოდში და მხოლოდ 27 ავტორიზებული აფთიაქიდან. სულ საქართველოში უწყებრივი სანებართო რეესტრის მონაცემებით არის 500-ზე მეტი ავტორიზებული და მასთან გათანაბრებული აფთიაქი. აქედან 200 არის დაახლოებით თბილისში და ასე რომ თუ კი თელ მასშტაბებზე გავითვლით, ეს რაოდენობა სანამ მიყვანს, ცნობილი ნათელია საზოგადოებისთვის. აქვე დავუმატებ დამოუკიდებელ ჯანდაცვის სამინისტრომ, თქვათ 2013 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში 45 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა და იქიდან დაახლოებით 4 მილიონამდე ტაბლეტი იყო ურეცეპტოდ გაცემული. 1 ნოემბრამდე ჩვენ გვქონდა სტატისტიკა, რომ იმპორტირებული იყო დაახლოებით 7,5 მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. პრაქტიკულად წლის განმავლობაში რაც იყო იმპორტირებული ლეგალურად, რაზეც გაცემული იყო საიმპორტო ნებართვა, ყველა იყო გასული პრაქტიკულად არალეგალურ არხებში. პროცენტული მაჩვენებლები რო დავაჯამეთ აი 27 აფთიაქზე, მივიღეთ რომ 99.99% იყო არალეგალურ არხებში გადინებული. ანუ რეცეპტოდ გაყიდვის საკრძალომ გარკვეული შედეგი გამოიღო რა. თუ შედეგებს შეიძლება მე ჩავერევით და თუ საქმე რა შეეცით. ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია სხვა ქვეყნებში ძალიან მოდებულია. აი ამერიკაში მაგალითად მეორე ადგილზე არის მარიხუანას მოხმარების შემდეგ სააფთიაქო ნარკომანია. თუმცა იქ თითქოს რეცეპტურა მოგვარებული უნდა იყოს. აი ჩვენმა ჯანმრთელობის სამინისტრომ ბატონ სერგეენკოს თავოსნობით, ბატონ დავითის შესრულებით არაჩვეულებრივი დიდი სამუშაო შეასრულეს. უდიდესი სამუშაო შეასრულეს. რომელსაც ორგვარი მნიშვნელობა აქვს, იცით? პირველი შემოიღეს და დააფუძნეს რეცეპტურის სისტემა. აი ადრე ხო იყო რეცეპტური, მაგრამ წაშლილი იყო. ეხლა მე ერთ იმას გეტყვით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯერ ნარკომანებსა თავდავანებად. აგერ ჩემ მეზობელს კუჭით კიოდა და მოუხდა ეს წამალი. მივდივარ და კიდევ ამ წამალს, იმიტომ რომ მეც კუჭი მდგება. მაგრამ იმას
ზედმეტი ჟავიანობა ქონდა თქვა და მე სულ არ მაქვს ჟავიანობოდა. ამიტომ გასაგებია ხო ესე იგი ეს მე მღუპავს. თანაც რო არ შორის მეც და მეც ვსვარ. აი მე მინდა რომ ეს გასაგები იყოს რომ ეხლა ზოგიერთი ჩვენი ასე თქვა თანამემამულე ამბობს რომ აი ხონა წავიდე რეცეპტი ავიღო რა თვინდა როდესაც ასეთი. მაგრამ აი მარტი მაგალითი მივიყვანეთ არა ესე იგი რომ აუცილებელი არის ეს და სხვა რამე. ესე რომ აი ამ სამუშაო მე მithქვია რომ გაწეული მე უდიდესი აი მეცნიერული პრაქტიკული სამუშაო რომელიც ჩატარდა ბატონოს ხელმძღვანელობით და აი ეს სარეცეპტო სისტემის დაფუძნება ხდება მაგრამ კიდევ მინდა გითხრათ ეს მნიშვნელოვანია და ბატონ სერგიენკოს უდიდესი დამსახურება არის იმიტომ რომ თქვენ ალბათ იცით რომ ერთ-ერთმა მინისტრმა არ მინდა ეხლა ვახსენო გვარი შემოიღო სარეცეპტო სისტემა 1-2 თუ 5 წლის წინ იყო და იმის გამო რომ არ იყოს ჯანმრთელობის სისტემა მზად ატყდა ჯანყი საზოგადოებაში და მესამე დღეს თუ მეოთხე დღეს გამოსცა ბრძანება რომ მართალი ესა და ნივთიერება თუ რაღაც წამლა უნდა გაიყიდოს რეცეპტით მაგრამ რეცეპტი თუ არ იქნება ეს არ არის საფუძველი რომ ეს წამლა არ გაიყიდოს ესე იგი გასაგებია ხო აი ესე იგი მოხდა მომზადება სისტემის და აი ეს სამუშაო რომელიც იქნა გაწეული ეს ყველაფერი დაჯამებულად აიძლევა ორ შედეგს. ერთი რომ ჯანმრთელობის მოხმარების ამბავი და მეორე ის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენთან ახლა შინაგან საქმეთა სამუშაო სამინისტრო მერაბიშვილის დროს იმუშავა და შავ ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირა ჰეროინის და სუბუტექსის შემოდინება. აი მთელი ის ხალხი და მთელი ეს ფული გადავიდა აქეთ ხო? აქეთ გადიოდა. ნუ დანარჩენი გასაგებია თქვენთვის. აი ამის მოსპობა დაიწყეს და მე მგონი სულ მოკლე ხანში ნუ თქვა ვერ მოსობენ ცხადია, მაგრამ აი ეს უდიდესი საქმე იქნა გაკეთებული. ბოდიშო მაგრამ ცოტა რომ გასაგები იყოს. მადლობა ბატონო გელა. ბატონ დავით თუ გსურთ დასრულება. გავაგზავნებ და რა თქმა უნდა ბატონმა გელამ აღნიშნა რომ ამ რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი რაციონალური ფარმაკოთერაპიასთან ერთად იყო ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია. მართალია ნუ იმ თემას დაუბრუნდები რომ 2007 წლებში 2008 წლებში ეს კლასიკური ნარკოტიკები ბუპრენორფინი თქვათ და ჰეროინი აიგრძალა, მაგრამ მე მთლად ნარკოტიკის აკრძალვას ვერ დავარქმევდი, ეს ჩემი აზრი არის, ყოველ შემთხვევაში არ გადაყეტილა პირიქით, ამის შემდეგ შემოვიდა ზუსტად ის კოდეინის შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლისგანაც კუსტარულად მზადდებოდა. რამოდენიმე დღის წინ რუსთავი ორზე იყო გადაცემა და იქ იყო ერთ-ერთი არგუმენტი ზუსტად დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, რომ აი გადაიკეტა, მაგრამ გამოსავალი არ იყო, ეს არ ნიშნავს გადაკეტვას. ყოველ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჩაანაცვლა შავ ბაზარზე ერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალება მეორე სახის ნარკოტიკულმა საშუალებამ და პირიქით შედეგი უფრო მძიმე და მოკლედ ეს არ ნიშნავს რომ და თქვათ ჩაიკეტა და მიწოდება შეწყდა მიწოდება არ შემწყდარა და რატომღაც იყო ზუსტად იმ გადაცემაში არგუმენტი გაჟღერებული რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა მოხმარება მე მინდა საზოგადოებას ვაცნობო რომ ბოლო პერიოდში კი არ გაზრდილა თქვათ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ბატონი გელა გამეთანხმება უბრალოდ ხელისუფლების მიერ წამოიწია ეს თემა გახდა აქტუალური და დაიწყეთ ძიება თქვათ გზების როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ამის გასაჯაროება დავიწყეთ რომ საზოგადოება ამისთვის მზადყოფილი იყო. იქიდან გამომდინარე რომ პიარი შეიძლება უხეში გამონათქვამია, უბრალოდ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო მასებისთვის ეს აღიქვეს თითქოს გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. მომხმარებელთა რაოდენობა პრაქტიკულად რაც იყო იგივე დარჩა. თემა წამოიწია წინა პლანზე და თემის გადაჭრის გზების ძიება დავიწყეთ. ზუსტად აი ამ ძიების შედეგი იყო ის სტატისტიკა, რაც მოგახსენეთ და ამ სტატისტიკის საფუძველზე დავდექით ერთი ფაქტის წინაშე. აღარ იყო საკმარისი ეს ადმინისტრაციული სახდელების გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ გაურმაგდა ადმინისტრაციული სახდელები, თქვა აფთიაქების წინააღმდეგ, ეს იწოდა პირიქით.
ფასის ზრდას იმ სამკურნალო საშუალებაზე და არა რაოდენობის შემცირებას. ეხლა ამაზე შემდეგ კითხვა გაუცხადებლად აფთიაქების ამ საშუალებების გაყიდვის კონტროლთან დაკავშირებით. ამას უბრალოდ მე ვამთავრებ, რომ რა ცვლილებები მოხდა. ერთობლივად ინიციატორები შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო ვიყავით. მოხდა მოკლედ გარკვეული რეკლასიფიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები მიეკუთვნებიან ფარმაცევტული პროდუქტის პირველ ჯგუფს, მაგრამ ისინი დამტკიცებული იყო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მათი გადანაცვლება მოხდა ნარკოტიკების კანონის სიებში. კერძოდ კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებების მეორე ნუსხაში, ეფედრინი, ფსევდოეფედრინი, ნორეფედრინი ნარკოტიკების კანონში ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში და მათ უკანონო მიმოქცევაზე დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგრამ ყველაზე მთავარი ცვლილება, მე მაგალითად ეს რა თქმა უნდა მთავარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა ამ პროექტში, რომელიც ორი მოსმენით უკვე განხილული არის საკანონმდებლო ორგანოში, ერთი მოსმენა დარჩენილი და უახლოეს მომავალში შევაძალაში, ეს არის, რომ ნარკოტიკების კანონში გაჩნდა დეფინიცია მცნების ქვეყნის შიდა კვოტა. უბრალოდ ქვეყნის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რა რაოდენობის ესაჭიროება ესა თუ ის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი განგვიმარტოთ საინტერესო. აი ის იმ რაოდენობის დადგენა მოხდეს. ეხლა დაწვრილებით გამარტოთ ესე იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, რომელზეც არის დაწესებული საერთაშორისო კონტროლი, კვოტები დგებოდა წლიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეგზავნებოდა გაეროს და უთანხმდებოდა შესაბამის კომიტეტს, თქვათ, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით რის საშუალებასაც გვაძლევს გაეროს კონვენციებიც. არის მთელი რიგი ნივთიერებების შესული, რომლებიც სიებში, რომლებიც საერთაშორისო კონტროლს არ ექვემდებარებიან. მაგალითად, იგივე კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის, რომლებიც გადაინაცვლეს ნარკოტიკის კანონში. ამ ნივთიერებებზე, რომლებზეც საერთაშორისო კონტროლი არის, კვოტა არ დგებოდა და შემოიდენებოდა ქვეყანაში იმ რაოდენობით, რაოდენობითაც ითხოვდა იმპორტიორი და კომპეტენტურ ორგანოს არ ქონდა უფლება მიუხედავად იმისა, რომ სანებართო რეჟიმს ექვემდებარებოდა იმპორტი და უნდა შეთანხმების საფუძველზე უნდა გაცემულიყო საიმპორტო ნებართვა, ვერანაირი კორექტირება ვერ შექონდა. კანონმდებლობა არ იძლეოდა ამის საშუალებას. ზუსტად ეხლა განისაზღვრა ქვეყნის შიდა კვოტა და არა ვთქვათ 15 მილიონი ტაბლეტის და რამოდენიმე ათეული მილიონი ტაბლეტის შემოდინება მოხდება ქვეყანაში, რომლის 99.99% უკანონო არხებში გაედინება, არამედ შემოედინება ის გონივრული რაოდენობა, რომელიც ქვეყნის რეალურ პაციენტებს სჭირდება. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არ იქნება ზუსტად კონკრეტული ციფრი, რომ შეიძლება მოხდეს ამის ცვლილება პაციენტების რაოდენობის დიდიდან ან შემცირებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება ამ კვოტაში გარკვეული ცვლილების შეტანა. ან მომატება, ან შემცირება. ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრევენციული ღონისძიება იმისა, რომ თავში ვებრძოლოთ ამ პრობლემას და ლეგალური გზით არ მოხდეს შემოტანა ამ ნივთიერებებისა იმ რაოდენობით, რომელიც რეალურად ქვეყანას არ ეწირება. და შემდეგ გადადის ახლა ჩდება ესეთი კითხვაც იყო რა, რომ გაიზრდება შავი ბაზარი და კონტრაბანდა. ერთი არგუმენტი და სოფო და ბატონგელა დამეთანხმებიან, კონტრაბანდა ვერასდროს ბაზრის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს და მეორე, კონტრაბანდას ერთდროულად ებრძვის რამოდენიმე უწყება. მარტო ჯანდაცვის სამინისტრო არა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თქვათ, იგივე ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში რამოდენიმე საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვერანაირად თქვათ კონტრაბანდა ვერ დააკმაყოფილებს. იდევაც თუ თქვათ ჩავთვლით, უყურეთ რა ხდება. როდესაც ლაპარაკია ნებისმიერ ნარკოტიკზე, ლაპარაკია ხელმისაწვდომობას. ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმასაც, რომ ფიზიკურად უნდა არსებობდეს, იმასაც, რომ ფასი უნდა იყოს მისაღები. ხო, როგორც კი ერთი აფთიაქში მიხვიდე და იყიდეო და თქვათ ის წაუმატებს მეავრიც 1 ლარს თუ 5 ლარს ფასს და გაძლევს, იმიტომ რომ რაც კარგავს, მეორე კონტრაბანდა შემოიტანო იმის შიში თუ დაგიჭერე. ესე იგი, ფასი 10-ჯერ 15-ჯერ გაიზრდება, ამიტომ ფიზიკურადაც კი რო იყოს, თქვათ, ხელმისაწვდომობა, ანუ იმის ყიდვის საშუალება უკვე ესე იგი ძალიან ბევრ ხალხს აღარ იქნება. იმას ვინც შეუულებრად ყიდულობთ. გასაგებია ხო? მადლობა. კიდე თუ შეიძლება კონტროლთან დაკავშირებით. თქვენი წარდგენისას მაყურებელს ბოდიშს ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ბრძანდება ქალბატონის სამმართველოს.
დავამატებდი ბატონი დაუცი და ბატონი გელას ასე ვთქვათ რეზიუმეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განახორციელა მართლაც უპრეცედენტო კონტროლი, რაც შეეხება კონტრაბანდას, ნარკოტიკების კონტრაბანდას ქვეყნის შიგნით თუ ტრანზიტსაც. ასევე იმდენად რამდენადაც არსებობს სპეკულაციები, თითქოს საქართველოს ტრანზიტული ქვეყანა არის და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ვთქვათ მოხდა ზაფხულში და რაც ხდება ყოველდღიურად ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი სამართალდამცველები, პოლიციელები იღებენ ძალიან დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, ერთ-ერთი მათგანი არის აი ზაფხულში 117 კილო ჰეროინი, როდესაც იქნა ამოღებული, ეს იყო მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, ესეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და შესაბამისად ეს კონტროლიც ძალიან გამკაცრებული არის, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ნარკოტიკების შემოდინებას, ასევე ტრანზიტს და ამ კუთხით მე მგონი, ასე ვთქვათ, საშიში არაფერი არის. მადლობა ქალბატონო. ვიდრე ქალბატონ ხათუნასთან გადავიდოდე სიტყვით, მინდა ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ მოვუწოდო Facebook-ში აქტიურობისაკენ. ჩვენი გვერდის მისამართს ახლა ეკრანზე ხედავთ. გამოგზავნეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა და მას თქვენთვისვე სასურველ რესპონდენტს აუცილებლად დავუსვამ. ქალბატონო ხათუნა, მოგესალმებით, როგორც ქალთა პარტიის თავმჯდომარეს, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს, ზოგადად თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან და ახალი კანონ პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მადლობთ მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, კარგია რომ ქვეყანა იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას, ევროპულს თუ ამერიკულს და შესაბამისად მომზადდა კანონ პროექტი და ჩვენ მივერთდებით ხომ იმ კონვენციას, რომელიც ამას ყველაფერს არეგულირებს, ეს ძალიან კარგია. მით უმეტეს რომ აკრძალვებით რაღაც ასეთი ზომებით ალბათ მე ვფიქრობ განსაკუთრებულ შედეგს ალბათ ვერ მივიღებთ იმდენად რამდენადაც მაინც მე მიმაჩნია რომ ეს ნარკომიდგომა ზოგადად უნდა იყოს მაინც ადამიანის არადასჯაზე, არამედ უფრო მკურნალობაზე და რეაბილიტაციაზე. ხო მე ეს უფრო მაინტერესებს ახლა ასე ვთქვათ მეორე წახრნაგიდან რომ მივუდგეთ. აი ეს როგორც ქალს, როგორც დედას, როგორც რიგით მოქალაქეს. აქ იყო ნათქვამი ის რომ არ არის რაოდენობა გაზრდილი და ახლა სიმართლე გითხრათ მე სტატისტიკა არ მაქვს ბოლო დროსთან მიმართებით, აი წარსულთან მიმართებით. მაგრამ ზოგადი ინფორმაციით ვიცი რომ გაიზარდა ასაკი უბრალოდ გაახალგაზრდა მომხმარებელთა ასაკი და სკოლებში შეაღწია ამან და უფროს კლასელებში საკმაოდ მოიხმარენ აი ამ პრეპარატს თუ რაც ქვია ნუ ბიოს დიახ. მე მაინტერესებს სპეციალისტებთან ესეთი აი რომ აკრძალავთ ამას და ეს ერთი მხრივ ალბათ კარგია. მეორე მხრივ რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა უმკურნალოთ ამ ბავშვებს, ჯერ ეს ერთი ბავშვებსაც და დანარჩენ ასაკის ადამიანებსაც და საერთოდ როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი, ალბათ ახლა ბოლომდე დაზღვეული არაფრისაგან არა ვართ, მით უმეტეს ეს ისეთი რამ არის, რისგანაც არავინ არ არის თელ სოფლიოში დაზღვეული. აი ამის ამოძირკვა და ალბათ შეუძლებელია, მაგრამ როგორ უნდა შევამციროთ რაოდენობა მომხმარებლებისა ზოგადად, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. მე მიმაჩნია რომ ზოგადად აი ასეთი კანონ პროექტის მომზადება, როგორც ქალბატონმა ბრძანა ამ სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად, ხო, რამდენიმე სამინისტროს მუშაობით მოხდა ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ყველა უწყების და ყველა სამინისტროს და ზოგადად ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამავე დროს ჩართული უნდა იყოს განათლების სისტემაც და აი უნდა ხდებოდეს თავიდანვე მომზადება მომავალი თაობისა იმისათვის, რომ ჯერ ერთი არა მხოლოდ აგიტაცია პროპაგანდით, არამედ კონკრეტულად აი აღზრდაში, ცხოვრების აზრისაში ძალიან შორს გავდივართ დამეთანხმებით, ალბათ ისეთი თემაა და ისეთი საკითხია, რომ ამის მხოლოდ ერთ გადაცემაში ამოწურვა ძალიან ძნელია. ჩვენ შემდეგში აუცილებლად მივუძღვნით ამ აღნიშნულ საკითხს. ხო, ძალიან ფართოა, ძალიან მტკივნეული, ძალიან აუცილებელი და ალბათ არ არსებობს ოჯახი და ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ირიბად არ ეხებოდეს ეს საკითხი. ამიტომ მე ძალიან მაწუხებს და მადარდებს აი ეს ბავშვებთან მიმართებით კონკრეტულად, არასრულწლოვანებთან მიმართებით და ზოგადად რა ზომები იქნება გატარებული იმისათვის, რომ შემდეგ ამაგრძალვის შემდეგ როგორ უნდა ჩავანაცვლოთ, რა თერაპია, რა რეაბილიტაცია, რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი. აი ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შეიძლება ანუ ორი მიმართულებით, ანუ ერთი ის რომ თქვენ ახსენეთ რომ აი დასჯაზე არის ორიენტირებული დღევანდელი პოლიტიკა. დასჯაზე არ არის ორიენტირებული დღევანდელი პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა ზოგადად იმდენად რამდენადაც აი ჩვენი კანონ პროექტიდან გამომდინარე პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შემცირებული იყო მოწოდება თვითონ.
ანუ საზღვარზე ამ ნივთიერებების შემოდინება მე მგონი ყველა დამეთანხმება რომ უპირობოდ აუცილებელი არის. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ რომ ქვეყანაში უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობდეს ნარკოტიკი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და სწორედ ამიტომ პირველი პრიორიტეტი და კანონშიც აისახა ეს ჩვენს ახალ კანონ პროექტშიც არის ის რომ გადაიკეტოს უბრალოდ საზღვარი აი ამ ეგრეთ წოდებული და შემდგომი ნაბიჯი ამის შემდგომ ნაბიჯს რაც შეეხება ამაზე მოგახსენებთ რომ ჩვენი სამინისტრო სხვა სამინისტროებთან ერთად არსებობს ნარკომანის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ ჩავატარეთ ანალიტიკური სამუშაო რომელიც ეძღვნებოდა ქვეყანაში არსებული ნარკოპრობლემის ანალიზს და შემდგომ ნაბიჯებს თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ამასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა. არ არსებობს ესე ვთქვათ ერთი რეცეპტი ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რომელიც ყველა ქვეყანას ერთნაირად მოერგება, სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა გზა აირჩიეს ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ და აუცილებელი არის რომ ჩვენ ქართული ანდაზისა არ იყოს 100 ჯერ ასე ვთქვათ, ვიფიქროთ და ერთხელ გავჭრათ იმისათვის, რათა მომავალში არ დაუსვათ რაღაც ფატალური შეცდომა, რომელიც ასე ვთქვათ, შემდეგ კიდევ რაღაც ახალი პოლიტიკის შეცვლისაკენ გვიბიძგებს. შესაბამისად, ძალიან კომპლექსური პრობლემა არის ეს. აქ ჩართული არის როგორც თქვენ ბრძანეთ, განათლებაც, ჯანდაცვაც, ყველა მიმართულება, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი უწყებებიც, მაგრამ აუცილებელი არის, რომ ჩვენ საფუძვლიანი ანალიზი მოვახდინოთ ამ ყველაფრისა და სწორედ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება და არა ის რომ ვთქვათ უცებ ერთ თვეში რაღაც ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ უკვე ერთი წლის მერე ისევ შეცვლა მოგვიწიოს და ამას რა თქმა უნდა ისევ თაობები შეეწირება. სწორედ ამაზე არის ორიენტირებული დღესდღეობით სახელმწიფო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ თემებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი, კი თუ შეიძლება თუ დრო გვაძლევს ამის საშუალებას. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი რამ სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რამდენადაც ცნობილია სოციალურ ქსელშიც იყო გავრცელებული, რომ არსებობს კონკრეტული ადგილები და ეს ყველამ ვიცით, არავისთვის არ არის დასამალი, იგივე კლუბების სახით, სადაც უშუალოდ აი ყოველგვარი რა გარეშე. ალბათ ბოლო დროს ახალგაზრდის გარდაც. ხო, ეს ახლა უბრალოდ როდესაც მოხდება, მე ხმაურდება ხოლმე, თორე ეს ხო მანამდეც იყო და ვიცით, ხო? არავისთვის არ არის დასამალი. აი კონკრეტულად ამ შემთხვევებს როგორ აპირებთ რომ ებრძოლოთ? აი იმ ადგილებს ვიცით რომ რეალიზაცია ხდება, ახლა იქ გასაგებია რომ საზღვარზე შემოდინება ალბათ გარკვეულწილად მოიკლებს ამის შემდეგ თავისთავად, მაგრამ მაინც შემოვა, ხო, რაღაც სხვა ფორმით არის შავი მხარეები არსებობს ამ შავი ბაზარი და მაინც შემოვა და იმ ადგილებში სადაც ახლა აქამდე ვრცელდებოდა, ალბათ კიდე მიიტანენ და კიდე გავრცელდება. აი ამას როგორ აპირებთ რომ ებრძოლოთ აი კონკრეტული პრობლემა სწორედ ის იყო რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ეგრეთ წოდებული ბიოები და სპაისები შემოედინებოდა სავსებით ლეგალურად ქვეყანაში. ბატონმა გელამ ახსენა უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად აი ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დადგენას სჭირდება ეგრეთ წოდებული ლაბორატორიული სტანდარტები. ეს ლაბორატორიული სტანდარტი არის სუფთა ნივთიერება, რომლის მიხედვითაც ხდება შემდეგ ამა თუ იმ ნივთიერების იდენტიფიცირება. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნეს, 350-მდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არსებობს, ეს ოფიციალურად ევროკავშირის მასშტაბით და იმის იქეთ, რა თქმა უნდა, არის კიდევ საშიშროება, რომ არსებობს სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ჩვენთვის არ არის დღესდღეობით ცნობილი. შესაბამისად, ამ 350 ნივთიერების ლაბორატორიული სტანდარტი ყველასთვის არ არსებობს. აი ეს არის მთავარი პრობლემა და ეს იყო პრობლემა ადრეც, სწორედ ამიტომ ესე ვთქვათ, განსაზღვრეთ ჩვენ რომ აუცილებელი არის ქიმიურ-ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია. ეს ყველაფერი შემოდიოდა სავსებით ლეგალურად ქვეყანაში და შესაბამისად იმ კლუბებსა თუ ბარებში ხდება ლეგალურად ამ ყველაფრის რეალიზაცია. იმდენად რამდენადაც დაახლოებით 75 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იყო შეტანილი აქამდე ჩვენს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში, თუმცა პრობლემა იყო ის, რომ მოდენობები არ იყო განსაზღვრული იგივე ლაბორატორიული სტანდარტების არარსებობის გამო. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე წელიწადნახევარია მუშაობდა, შესაბამისად მოხდა 11 ლაბორატორიული სტანდარტის შეძენა. და ანუ ეს იყო 24 ივლისს და 25 დეკემბერს გასული წლისა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 11 ნივთიერებაზე განისაზღვრა ოდენობები. თუმცა დამეთანხმებით ახლა 11 ნივთიერება 350 ნივთიერებასთან შედარებით ფაქტობრივად არაფერი არ არის, ხო? შესაბამისად, ქონდა 75 ნივთიერება დე იურე კრიმინალიზებული
თუმცა de facto ვერ ხერხდებოდა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა. ახლა ეს ლაბორატორია თქვენ გაგაჩნიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია და ჩვენ ვიმყოფებოდით, სხვათა შორის ბატონი დავითიც ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ავსტრიაში სასწავლო ვიზიტით და იქ რათა ასე ვთქვათ, განგვესაზღვრა უკვე დეტალები ამ ჩვენ კანონ პროექტთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რომ ჩვენ გაგვაჩნია ავსტრიელებზე გაცილებით უფრო უკეთესი და თანამედროვე აპარატურა და ძალიან დიდი მადლობა ამერიკელებს ისინი დაგვეხმარენ ამ აპარატურის შეძენაში. დიდი მადლობა. ლევან, თქვენ როგორც სტუდენტს, მით უმეტეს საზოგადოებაში ერთ-ერთ აქტიურად წარმოჩენილ სტუდენტს ზოგადად რა დამოკიდებულება გაგაჩნია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს იგივე სტუდენტთა დიდი ნაწილი იგივე სოციალურ ქსელებში ბოლო დროს აქტიურად მოითხოვდა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. ზოგადად თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში ჩამოგვიყალიბოთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს ესეთ კომპეტენტურ აუდიტორიაში, მაგრამ მაინც შევეცდები ჩემი აზრის ჩამოყალიბებას. უპირველეს ყოვლისა, მე დავიწყებ ჩემი მეცნიერებიდან, პოლიტიკის მეცნიერებიდან და ზოგადი მიდგომებიდან, რომელიც საჯარო პოლიტიკაში არსებობს ნარკომანიის მიმართ. ყველაზე მარტივად, ყველაზე ზოგადად შეიძლება გამოვყოთ ჩვენ ორი მიდგომა. ერთი მიდგომა არის ეს ლიბერალიზაციის და დეკრიმინალიზაციის მიდგომა ნარკოტიკების მიმართ და არსებობს მეორე პირიქით კრიმინალიზაციის მიდგომები. აი საკუთრივ კრიმინალიზაციის მიდგომას ხანდახან საჯარო პოლიტიკის სპეციალისტები ყოფენ ორ ნაწილად. ერთი არის რეპრესიული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ და მეორე არის უკვე ზრუნვის პოლიტიკა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა აი ეს რეპრესიული პოლიტიკა ნარკომაფიის, ნარკობიზნესის ორივე სუბიექტის მიმართ. რეპრესიული იყო სახელმწიფო როგორც მომხმარებლის მიმართ, ასევე რეალიზატორის მიმართაც. აი ახლა რაც მე მოусმინე და რაც ამ კანონის შესახებ წავიკითხე, დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს რეპრესიულ მიდგომას ნარკორეალიზატორის მიმართ, რაც სავსებით გამართლებულია. მაგრამ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უფრო მნიშვნელოვანია დამოკიდებულება საკუთრივ მომხმარებლის მიმართ. იქნება ეს მიდგომა მომხმარებლისადმი ისევ რეპრესიული, როგორც წარსულში, თუ უკვე ახალ და უფრო ევროპული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელ მიდგომას აირჩევს ქართული სახელმწიფო. ანუ აირჩევს ზრუნვის მიდგომას ნარკომომხმარებლის მიმართ, მისი შესაბამისი გარემოთი, ჰოსპიტალი და ასე შემდეგ უზრუნველყოფის მიდგომას და ეს შეკითხვა მექნებოდა მე, როგორც ჯანდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ, აპირებენ თუ არა კანონის ლიბერალიზაციას მომხმარებელთა მიმართ, ან უფრო მეტი სამედიცინო ან და ზრუნვის ელემენტების გაჩენას ნარკომომხმარებლების მიმართ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მემხრობი თუ არა მე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას, უპირველეს ყოვლისა ალბათ ეს უფრო მეცნიერების გადაწყვეტია, შეიძლება თუ არა ამ სუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, განსაკუთრებული სუბუქი თუ ესეთები არსებობს, მაგრამ მე როგორც მოქალაქე აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები და ბევრი სტუდენტისგან განსხვავებული შეხედულება მაქვს, უმცირესობაში ვარ სტუდენტთა შორის, ვეწინააღმდეგები ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის პროცესს. რატომ? ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ალბათ შესაძლებელია მაინც ისეთ ქვეყანაში, რომელთაც უხინთ, რომელთაც ნაკლები დეპრესიული ფონი აქვს ქვეყანაში, სადაც სოციალური კეთილდღეობა რაღაც დონეზე არსებობს, მაგრამ ქვეყანას, რომელიც ღარიბია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, სადაც არ არსებობს ელემენტარული ეხლა გაჩნდა დავით სერგიონკოს მინისტრობის შემდეგ რამდენიმე დასაფასებელი კეთილდღეობის ინსტიტუტი, მანამდე ადამიანებზე ზრუნვის არც ერთი ინსტიტუტი ფაქტობრივად ქვეყანაში არ მუშაობდა, ასეთ ქვეყანაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მასობრივად დაიწყოს ამის მოხმარება და მასობრივად შეიქმნას ასოციალური გარემო და უკვე მოიმატოს კრიმინალმა და ისედაც შრომითი საქმიანობა საქართველოში დაქვეითებულია, შრომითი ნაყოფიერება დაქვეითებულია, უმრუშევრობა ძალიან მაღალ დონეზეა, ეს ნარკოტიკების გავრცელება, თუნდაც სუბუქი ნარკოტიკების გავრცელებაც გამოიწვევს სწორედ აი ამ სოციალური ფონის უფრო დამძიმებას და შრომის ნაყოფიერების შემცირებას, ასე რომ ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ სწორედ ჩემი აზრით ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის პროცესს ამ ეტაპზე. და მომავალში თუ რაღაცა სხვა
სივრცეში, სხვა ეკონომიკურ ურთიერთობაში გადავინაცვლოთ, შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი ნებართვით ჩემ შეკითხვას. რა დამოკიდებულება ექნება სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის მეორე სუბიექტის, მომხმარებლის მიმართ? კვლავ ციხეში ჩასვამენ უმრავლესობას თუ გაჩნდება რაღაცა სხვა ზრუნვის ელემენტები? მადლობა ლევან, ალბათ მართლაც საინტერესო კითხვა დასვა ლევანმა, ბატონო დავით. როგორ იქნება სახელმწიფოს მიდგომა იგივე ნარკოდამოკიდებულის მიმართ ამ ხრივ თუ შეიცვლება რაიმე ან ლიბერალიზაციის თვალსაზრისით? ლიბერალიზაციის ზოგადად ქალბატონ სოფოსთან მექნება კიდე კანონ პროექტში თუ არის გათვალისწინებული ამასთან დაკავშირებით რაიმე? ჯერ თქვენი პასუხით შემდეგ. ამ პროექტში დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მე ჩემი ძლები გიპასუხოთ, არაფერი არ არის გათვალისწინებული და ლევანს ვეთანხმები იმაში, რომ დღევანდელ სიტუაციაში არანაირად არ არის თქვათ რეკომენდირებული დეკრიმინალიზაციის საკითხი, იმიტომ რომ ამას თანადებს მთელი რიგი თავისი პრობლემები. მინდა აღნიშნო ერთი გარემოებას მინდა გაუსვა ხაზი, რომ პრინციპში დღევანდელი კანონმდებლობით თუ კი მივუდგებით ჩვენ პირველივე მოხმარების ჯერზე მოხმარებელი არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ასე ვთქვათ, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელია, მეორე ჯერზე ადმინისტრაციული სახდელია და ხოლო მესამე ჯერზე ხდება მის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გარკვეულწილად დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობა, ასე ვთქვათ, ლიბერალურია. ეხლა ადამიანი, როდესაც ორჯერ ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდის, ორჯერ მხირებული არის ამ დანაშაულში და მესამე შეგნებულად მიდის, უკვე ვეთანხმები ლევანს, იმას ჭირდება გარკვეული რეაბილიტაცია კი, მაგრამ ამის მერე სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით რა ღონისძიებებს ატარებს და რა არის დაგებული, ჩემზე უკეთესად ბატონი გელა მოგახსენებთ ამაზე და ეხლა რითაც არის სახელმწიფოს დღესდღეობით იყო ეს კითხვა თქვენი მხრიდანაც ჩამოწრობით თერაპიის პროგრამა მუშაობს, დეტოქსიკაციის პროგრამა მუშაობს, ასე რომ სახელმწიფო თავის შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მაგრამ ის რომ მესამე ჯერზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოიხსნას, ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული და არც მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ რომ მოხმარება როგორც ესეთი ცალკე სახის დანაშაულად არ განეხილება, ალბათ ამეთანხმებით თითოეულ თქვენგანი მოხმარებას წიისდევს რიგ შემთხვევებში დამზადებელ ნარკოტიკული საშუალებებს, აუცილებლად ფლობამ ნარკოტიკული საშუალებებს, ფლობამდე, ფლობის წინ კიდევ შეძენა, ან კულტივირება, მაგრამ არის ყველაფერი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ თუ კი დეკრიმინალიზებულს გავხდით მოხმარებას, ყველა 5-6 სახის დანაშაულზე უარი უნდა ვთქვათ. და ესე გამოდის, რომ მივდივარ თუ არ მოხდა იდენტიფიცირება მაინც და მაინც რეალიზატორის, ყველა ეს 6 ტიპის დანაშაულზე უარი უნდა ვთქვათ და ამ დანაშაულებს ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საზოგადოებაში იყვნენ ისეთივეები, როგორც სხვა არადანაშაულე პიროვნებები. რა, ესე იგი თუ ვერ მოხდა, აი ზუსტად 2 დღის წინანდელ გადაცემას მინდა გამოვხმაურო, რომ იქ იყო რომ შარდის ანალიზთან დაკავშირებით, მოკლედ, რა ხარ მოხდება. პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელით მიდის, მეორე ჯერზე ადმინისტრაციული სახდელი და მესამე ჯერზე დგება. მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმას პირველ და მეორე ჯერზე არავინ არ ეკითხება, აჯარიმებს, რომ ან სად შეიძინე, ან სად მოიპოვე, რა ფორმით დაამზადე, სად დაამზადე. დამზადებას კიდევ თავისი პრინციპები აქვს, იქ არის სადგომის დათმობა, ერთობლივად ჯგუფური დამზადება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამ დანაშაულებებზე გამოდის თუ კი ჩვენ მოხმარების დეკრიმინალიზაციას გავაკეთებთ 6 ტიპის დანაშაულზე უარი უნდა ვთქვათ და თვალი უნდა დავხუჭოთ თუ არის თქმაში რას გულისხმობ. ესე იგი დანაშაული არ არის. და შარდის ანალიზს რაც შეეხება, ესე ხდება იდენტიფიცირება, აი სულ ახლო წარსულში სოფოს და ბატონი გელა მით უმეტეს დამეთანხმება ამ საკითხზე მოხდა თიანეპტინის და პრეგაბალინის კრიმინალიზაცია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხო? ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ სტრაფი ტესტი არ არსებობდა შარდში მის დასადგენად. ხო და მეთანხმები, როცა ამ ორი ნივთიერების გვერდზე, თქვათ, იგივე კოდეინის შემცველები და ეფედრინის შემცველი სამკურნალო საშუალებები მიმოქცევაში იყო და მზადდებოდა იგივე კრაკადილი და იგივე ვინტი და ჯეფი, ამათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგა და დადგა ეს იყო 2012 წლის ზაფხულში თუ არ ვცდები, არა პრეგაბალინის და თიანეპტინის პასუხისმგებლობის საკითხი. ზუსტად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ის იყო, რომ მოხმარება მიდიოდა ამ ნივთიერების
თან კარგი ხნის განმავლობაში ორი ვერ ადგენდნენ შარში მის მოკლედ მოხმარების ფაქტს იდენტიფიცირება მოხმარების ფაქტის ვერ დგებოდა. ახლა ეს შესაძლებელია. ეხლა შესაძლებელი არ არის მოხდა ამის სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობის ოდენობების განსაზღვრა მოხდა მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი და პრაქტიკულად შეწყდა. აღარ შემოდის. ქვეყანაში და გამოყენება აღარ არის შესაბამისად. პრევენციული ღონისძიება ამ კუთხით ესე ხშირ შემთხვევაში 99%-ში ამართლებს ეს, როცა შემოდინება არ არის, მოთხოვნილება იმ ნარკოტიკულ საშუალებაზე ქრება. თავარი არის, რომ ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს, თორე ჩვენ მოდი ხა აღმოვაჩნდა შარში და თავი გავანებოთ, სანამ შარში აღმოჩნდებოდა ის ნარკოტიკული საშუალება, ამ პიროვნებამ როგორ მოიპოვა და როგორ მიიღო ეს ნარკოტიკული საშუალება, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ გვინდა რომ თავ პრობლემას ვებრძოლოთ ჩვენ. საინტერესო. ერთს შეიძლება მე ამიტომ აღვნიშნე, რომ თვითონ არსებობს ლიბერალიზაციის და დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა და კრიმინალიზაციის პოლიტიკა და მის შიგნით ორი ასპექტია მეთქი რეპრესიული და ზრუნის. აი მე ვფიქრობ, რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, თქვენ სპეციალისტები ხართ, შეიძლება შემისწოროთ და მითხრათ რეალობაში როგორ არის, მაგრამ რატომღაც მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ზრუნვის მექანიზმი ნარკომომხმარებლების მიმართ არის ძალიან სუსტი, შეიძლება არ ვთქვათ, არასაკმარისი. არ ყოფნის ეს ზრუნვის ინსტიტუტები, რაც დღეს არსებობს ჩვენთან, იმას რომ მთლიანად მოხდეს ამ ადამიანების დაზღვევა, ამ ადამიანების გამოჯანმრთელებაზე, რაც რთული პროცესია ცხადია, ორიენტირება. ციხეში ჩასმა მხოლოდ რომ გამოსავალი არ არის, ეს მგონი პრაქტიკამაც აჩვენა. მე ჯანმრთელობის სამინისტროსთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მე უფრო პრეტენზია მექნებოდა ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელთა ბიუჯეტი ერთი ორგანო განსაზღვრავს ბიუჯეტს, მეორეს კი გაქვს განსაკუთრებულად დიდი ბიუჯეტი. მე ვფიქრობ, რომ თუ მაგალითად პოლიციელები არ ივლიდნენ, პირობითად თუ ამბობ ჰაი კლასის BMW-ს მანქანებით, მინი კუპერებით და ასე შემდეგ, თუ 9 მილიარდიანი ბიუჯეტი პოლიციის ოდნავ მაინც შემცირდებოდა, გაჩნდებოდა მეტი შესაძლებლობა თქვენნაირი პროფესიონალებისთვის, რომ უფრო მეტი ზრუნვის დაწესებულება შექმნილიყო ნარკომომხმარებლებისათვის. მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე სახელმწიფო სხვანაირ არჩევანს აკეთებს და ალბათ ეს გარკვეულ პირობებით არის ნაკარნახები. ქალბატონო სოფო, თუ შეიძლება გარკვეულწილად საინტერესო მოსაზრებები გააჟღერა ლევანმა, რომ გამოეხმაუროთ. დიახ, ლევან, მე მესმის თქვენი, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ. კერძოდ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა და შესაბამისად დიდი ბიუჯეტიც აუცილებელი არის მისთვის, რათა ქვეყანაში არ მოიმატოს კრიმინალმა და ისე ვთქვათ, არ დაუბრუნდეთ შაუბნელ წლებში, ხო? შესაბამისად ეს აუცილებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს. არსებობს დიდი და უზარმაზარი ბიუჯეტები, როცა 9 მილიარდზე მეც აღწევს შინაგან საქმეთა აუცილებელია ეს 27,000 თანამშრომელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით. შესაბამისად ეს ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვს და იქ გაბერილი ფაქტობრივად არაფერი არ არის. რაც შეეხება მეორე საკითხს, ლევან დაგიბრუნდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, თქვენ სწორად ახსენეთ, აუცილებელი არის აი ამ ნარკოდამოკიდებულ პირებზე ზრუნვა. და ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და არა მარტო ზრუნვის აქვს სხვა თქვათ განათლების და სხვა კომპონენტებიც არის, თუმცა ზრუნვის საკითხს რაც შეეხება ეს ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს, თქვენ თვითონ ახსენეთ და ეს ფაქტობრივად განიხილება, რომ უფრო გაიზარდოს შესაბამისი სერვისები და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ქალბატონ ხალხმასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის გარკვეული ნარკომომხმარებელი პირების ციხეში ჩაყრა უხეშად რო ვთქვათ. ჩვენ სულ სხვა გეზი გვაქვს აღებული ბოლო 1 წლის განმავლობაში და ეს არის ძირითადად მოწოდების შემცირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ეს მე მგონი აუცილებელი არის და ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისათვის, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტს, აი ამ სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით, ეს ქვეყნის ბიუჯეტზეც არის გარკვეულწილად დაკავშირებული და ეს რისკები არის ძალიან კარგად დასაწონი და შემდეგ არის უკვე დასკვნა გამოსატანი. თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი და შესაბამისად, ალბათ უახლოეს წარსულში საზოგადოებას ეცნობება ამ ყველაფრის შესახებ.
დიდი მადლობა. ქალბატონო ხათუნა გისმენთ. ეხლა ესეთ უსმენდი ქალბატონო სოფოს და რა აზრი მიჩნდება მე მაინც არ ვიცი ისევე სპეციფიკიდან გამომდინარე რომელ ორგანიზაციასაც წარმოვადგენ და ზოგადად ხალი ვარ შეიძლება ამიტომაც მე უფრო ვფიქრობ იმაზე რომ გასაგებია რომ არ გაზრდილა რაოდენობა ვამბობ თუმცა ზუსტი რაოდენობა არ მე მოგცემ მაგ ცნობებს და გაზრდილი ბატონო გელა შემდეგ რა მინდა იცი ნუ გამოხვალ იქიდან რომ არ გაზრდილა გაზრდილია ოფიციალურად მოგახდი გაზრდილია ეს ერთი და გაზრდილია ნუ ასაკიც ვთქვით რომ სკოლებში უფრო მეტად შევიდა და ესეც ფაქტია და პრევენცია სახელმწიფო პოლიტიკა ალბათ უპირველეს ყოვლისა უნდა განსაზღვრავდეს იმას როგორ ავიცილოთ როგორ შევამციროთ პირველი დამწყებს და ვინც პირველად დგამს ამ ნაბიჯს რატომ რა მიზეზით რისთვის ეს უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა შეიძლება დიდი გამოძიებას არ ჭირდება ამას აქ იყოს საუბარი იგივე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმე სოციალური ფონი უმუშევრობა და ასე შემდეგ მაგრამ არც მხოლოდ ასე არ არის. ხო არის ისეთი ოჯახებიც, სადაც თულიც არის, დაუშვათ სამსახურიც არ ჩიარს, არ წყურებს და იქაც. ანუ ქვეყანას უნდა კონდეს იმის ხელში უნდა კონდეს სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული პროგრამა თუ რა ვიცი, პროექტი რაც ერქმევა ამას, რაც მიმართული იქნება იქითკენ რომ პრევენცია იქნეს განხორციელებული იმისათვის რომ რაც შეიძლება რაოდენობა მომხმარებლებისა იყოს მცირე, ყოველთვის დასაწყის გულისხმობ მე. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიმართულება. აი ზრუნვის პოლიტიკა რომ ვახსენე მე ის არ მოიცავს მხოლოდ მე რაც წამიკითხავს საჯარო პოლიტიკა ნარკომანიის მიმართ არ მოიცავს მხოლოდ მეტადონის პროგრამას ჩამანაცვლებელ არამედ მოიცავს სწორედ რაც თქვენ ბრძანეთ უკვე და აღნიშნეთ სასწავლო პროგრამების ადაპტირებას, სასკოლო აქტივობების ორგანიზებას, საუნივერსიტეტო პროცესში ჩართვას, გარკვეული ტიპის ანტინარკოტიკული კამპანიების, ოღონდ არა ისეთი კამპანიების ერთ მაისურს რო დააღწევენ და რო დარბიან შემდეგ იმით. განათლების სისტემაში უნდა იყოს პროგრამული ადაპტირება დაიბრუნდები. დიახ, და იქ უნდა იყოს თანხებთან დაკავშირებით რო ითქვა, ფინანსების სისტემას უნდა ქონდეს თვითონ განათლების სისტემას ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი წინასწარ ბიუჯეტში ჩადებული, რომ შემდეგ მას ქონდეს იმის საშუალება, რომ ის თავის წიაღში განახორციელოს ეს ყველაფერი და არა დავუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს ეს იგივე თუნდაც სკოლებში. ბატონო გელა, სტუდიაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, იგივე პრობლემებთან დაკავშირებით რეაბილიტაციის, ასე ვთქვათ, კიდევ სტატისტიკა ვახსენეთ. თუ შეიძლება მოგვეწოდოთ თქვენი მოსაზრება და სტატისტიკაც რომ გავგოცნოთ, ამჟამად რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებებს? უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ხაზგასმით მივესალმო ბატონ ლევონს, იმიტომ რომ სხვაჯერ გამოდული ხათუნაც. მაგრამ ცოტა ბატონი ლევანის კვალიფიკაცია თითქოს უფრო მრავალმხრივია, როგორც ექსპერტი ისე მსჯელობს. ის აბსოლუტურად მე გეთანხმებთ. ეხლა ნიუანსებზე არაა ლაპარაკი, პრინციპზე. თქვენი მიდგომაც ხათუნ აბსოლუტურად სწორი არის და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ავსებთ და ფაქტობრივად ეს არის ისაც არის გასაკეთებელი, თუ ქალბატონ სოფოს უწყებას თავს დავადებთ. ესე იგი, სოფლიოში ცნობილია, რომ არის ორი ბურჯი, ნარკომანიის და ბრძოლის. ერთი ბურჯი ეს არის მიწოდების შემცირების ცდელობა ცუდო მოგახსენებთ რომ 100%-იანი შემცირება არ არსებობს და მეორე არის ესე იგი აი იმ პირების მიმართ ზრუნვა ვინც იწყებს დაიწყო ავად გახდა და ასე შემდეგ აი ეს არის ორი ბურჯი ახლა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უთხრა საქართველოს მოსახლეობას რომ სიტუაცია უმძიმესია საქართველოში აი სტატისტიკის თვალსაზრისით შემიძლია მოგახსენოთ რომ ეხლა თქვენ ყველას გახსოვთ რომ ეხლა მე პოლიტიკაში არ ვიმბები მაგრამ ეტაპი მინდა მოგახსენოთ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ხშირად გამოდიოდი ამბობდი რომ აი კაი მდგომარეობა წინ მივდივარ კარგად არის ასე შემდეგ და გვარებით შემიძლია გითხრათ ვინც ამას ამბობდა და სპეციალურმა კვლევამ სოციოლოგიურმა გამოვიდა რომ თურმე 17%-ით გაზრდილა აი ნაციონალობის დროს, ესე იგი, ბოლოს 3 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა მძიმე ნარკომანთა რიცხვი. ეგრეთ წოდებული ინექციური ნარკომანთა რიცხვი, ან სხვანაირად პრობლემური ნარკომანთა რიცხვი. ესე იგი 17% ქალბატონებო და ბატონებო უმძიმესი ნაბიჯია, უმძიმესია. და აი ხა მე მინდა რომ თქვენ წარმოიდგინეთ რომ გქონდეთ მე ამას იმიტომ ვამბობ რომ მე მინდა ესე იგი ცოტა დავძაბო სიტუაცია აქ კი არა საზოგადოებაში, იმიტომ რომ არ გამოდის ის სხვანაირად და აი რასაც თქვენ ბრძანებთ,
ეს საზოგადოების საქმეა რა, მარტო პოლიცია და მარტო თქვა ესე აფთიაქი და ექიმი ვერ მოერევა. აი ეხლა მონაწილეებს გეტყვით. აღმოჩნდა რომ საქართველოში იყო თითქმის 41,000 7 წლის წინ 2 წლის წინ დადგინდა რომ ეს უკვე 45,000-მდე მძიმე ნარკომანი წამდგენ და მედ გაიზარდა. ეხლა რომ იცოდე, ეხლა ბევრია თუ ცოტა. აი მომისმინეთ. მაგალითად ბელგიაში ხო? დიდია ხო საქართველოში? სულ 5,000 ასეთი. 8 მილიონი. ჩეხეთის რესპუბლიკაში 1000 რაღაც, უნგრეთში 5,000, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში 18,000, ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთში 133,000, ეხლა შეადარეთ 45 ქართველი საქართველოში და 133,000 დიდ ბრიტანეთში, ხო? მე შემიძლია ეს დიდხანს ვიკითხო. ის უძიმეს სიტუაცია. ამიტომ ცხადია რომ უნდა მოხდეს საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ჩართვა. რა სახით უნდა ჩაერთოს? ეხლა მოგახსენეთ, გასაგებია, ბატონო, სწორი ბრძანები, შეკითხვა სწორი. ესე იგი ეს რა სახით უნდა მოხდეს? ცნობილია და მე ხა გეტყვით. იწყება იქიდან რომ დედას უნდა ვასწავლოთ რა არის ნარკომანია. დედას უნდა იცოდეს რა არის ნარკომანია, რასთან გვაქვს საქმე. მასწავლებელმა არის, რასაც მეკითხა ბატონო გინდა როგორ უნდა გავარჩიოთ ეხლა იღებს თორე ნარკოტიკს მოწაფე. მე ვუნა ბატონო მე როდესაც ამას შევატყობ, უკვე ამატყუპია. თქვენ უნდა მასწავლებელმა უნდა იცოდეთ, ესე იგი რომ განსხვავებულია თორე ჩემამდე რომ მოვა საქმე უკვე სვათ არის საქმე, ხო? ესე იგი არსებობს მე თქვა შევამჩნიეთ რომ დაიწყო. აი მე ასეთ მაგალითსაც მოგიყვანთ რომ მეც მიყვარს ძალიან. აი ნუ ბავშვებთან მოწაფეებთან საუბარი რაღაცა და თქვა ეხლა ვედ მოწაფეს ვეკითხები რომ აი შენ გაიგე შენ ამხანაგი იღებს დაიწყო ნარკოტიკის მიღება. რა გააკეთე შენ? რა უნდა გავაკეთო მე მეკითხება. ნუ ეხლა მე რა უნდა მე ვთქვი აი თქვა შობილებს უთხრა. ჯერ დაელაპარაკე, ნუ დაელაპარაკე და ყოს ამიგდებს. შობილებს მივედიო შობილთანო და მითხრა რომ შენ რას უგონებ ჩემ შულს. კარგი. აბა პედაგოგს ვერ ვეთქვი რომ გამორო ჩაუშვიო. რა უნდა ვქნაო? მე გეკითხები რა უნდა ქნას? მეცაც გიტყვით, მე ეს შეკითხვა განათლების სამინისტროს ხალხს დავუსვი, რა უნდა ქნას? საქმე იმაში რომ არ უნდა იცის რა უნდა ქნას. ესე იგი ეს ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია იმიტომ რომ თქვა იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სპეციალური პედაგოგთა ჯგუფები ყველა სკოლაში, გამოცდილი პედაგოგები, რომელთანაც შეიძლება მიმართოს მოწაფემაც, მასწავლებელმაც, შობილმაც, როცა რაღაც პრობლემები არის და აქედან იწყება. ეხლა ისიც მინდა მოგახსენოთ რომ იმათში ვინც იწყებს ნარკოტიკების მიღებას, გარკვეული ნაწილი ეს არის ახალგაზრდები, ვინცაც გარკვეული ფსიქიატრული კი არა, მაგრამ გარკვეული ფსიქიკური პრობლემა, უფრო მეტი შფოთვის დონეა კან, გოგონებში დეპრესია, ხო, გარდამავალი ასე შემდეგ. აი ხო ის ვისაც არ აკმაყოფილებს ის სკოლის პედაგოგების თქვა ცოდნა თუ მე არის სკოლათა შორის თქვა ესე იგი ჯგუფები, სადაც შეიძლება მისვლა და აღმოჩნდა რომ ყველა მერვე მოწაფე ხდება იმ სკოლის პედაგოგებთან საკონსულტაციო და ყველა მე-12 უკვე ისე ჯგუფში, სადაც ფსიქოლოგიც არის, მასწავლებელი, ექიმიც არის, ასე შეიძლება. ანუ ეს სისტემები არსებულა, მე მის მომიგდა. იცით, არსებულია ეს სისტემები. აღარებობა, ასე ვთქვათ, შემდეგ მუშაობა იმასთან, ვინც უკვე დაიწყო და ასე შემდეგ, მე შორსა მიყვას, მაგრამ ყველაფერს ამას შეიძლება დაფინანსება. თუ დაფინანსების, აი ეხლა რთული ის არის, ეხლა მე რთული მდგომარეობა რაში მდგომარეობს, იცით, ესე იგი რომ ყველაფერი ერთდროულად გამოვიდა გასაკეთებელი ამ საქართველოში, იცით, ესე იგი, აი ისიც, ეხლა ლაბორატორი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდი ფული მოვაკლო და ჯანმრთელობას მიწევთ, მე ვარ წინააღმდეგ. იმიტომ რომ ის ამუშავო, რომელიც იმათ უნდა შეასრულოს, ჩვენ ვერ შევასრულებთ. ამიტომ იმათ თავის მე გეტყვით ეხლა აი მე ციფრები მოვიყვანო და ისეთი ძიმე განსხვავება ჩვენ დაფინანსებასა და საზღვარგარეთის დაფინანსებას შორის, მაგრამ იქაც რაც ნარკოხაზით იხარჯება, დაახლოებით 60% მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და მხოლოდ 40 და 50 არის მე პრევენცია და ეს და ასე. იმიტომ რომ იქაც ესე სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ასე აბსოლუტურად სწორი ბრძანდები თქვენ რასაც ლაპარაკობთ, აბსოლუტურად სწორია. ეს მეტნაკლებად ყველამ უნდა იცოდეს, არ ყველამ ვიცით, მაგრამ აქ საკითხი დგება როგორ მოუვაროთ. ეხლა უკვე ითქვა აქ საფუძანა რომ
არის იუსტიციის მინისტრი უწყებათა შორის საბჭოს. ამ საბჭოში არის ყველა უწყება წარმოდგენილი, ყველა უწყებას თავისი წარმომადგენელი აქვს წარმოდგენილი, მაგრამ მე რამდენადაც ხედავ იმას, რა ქვია, იქ ფინანსირების საკითხი ფლად მოგვარებული არ არის და თუ ფინანსირება არ იქნება მოგვარებული, დანარჩენი ასე ვთქვათ რა. ამიტომ ეს პრობლემები არ იფიქროთ, რომ პროფესიონალებმა არ ვიცით, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოხდეს შეხამება, ესე იგი, სახელმწიფო შესაძლებლობასა და თქვათ იმ ოპტიმალური გზების გამოძებნას შორის, რომელიც უნდა გამოძებნოს ჯანმრთელობის სამინისტრომ, რაღაც იუსტიციის სამინისტრომ, რაღაც უფრო კარგი შედეგი მივიღოთ. მადლობა ბატონო გელა, ბატონო დავით. ნაწილობრივ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ, მაინტერესებს როგორი არის კონტროლის საშუალებები იგივე სააფთიაქო ქსელის იმასთან დაკავშირებით უნდაც რომ ურეცეპტოდ არ მოხდეს მაინც გარკვეული მედიკამენტების გაყიდვა და რა მექანიზმებს მიმართავთ ამ ყველაფერს გარდა ჯარიმისა? მექანიზმები რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, თუ კი ვლინდება თქვათ ადგილზე სისხლის რამდენი შემთხვევა აღმოგიჩენიათ ასეთი თუ მრავლად თუ არის რასთან დაკავშირებით ასეთი ურეცეპტოდ გაყიდვას? სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრი ეგრეთ წოდებული წყალებში ფსიქოტროპული აფთიაქები ვთქვათ მუშაობს. ძალიან ბევრი სამწუხარო იცით რა არის, რომ გარდა იმ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა პერიოდულად ახლდება ის ნარკოტიკული თრობის მისაღწევად სამკურნალო საშუალებების ნუსხა. ეხლა ბოლო პერიოდში, მაგალითად 24 იანვარს შევიდა ძალაში 6 ნივთიერება გადავიტანეთ მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში. ესა ბაკლოფენი, ბაკლოსანი, კარგად მოგეხსენებათ, ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობდით გაზდაზე და არ გაზდე, იქ იყო უსტავლად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე და არ ქონია ამ ნივთიერებებზე საუბარი, რომელსაც პერიოდულად გამიგებენ და იქ ზუსტად უსტავლად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე ქონდა საუბარი. ძალიან ბევრია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი, ყოველ შემთხვევაში იყო ამ ეტაპამდე და ჯერჯერობით ახალი ცნობილი არის, რომელსაც ყოველგვარი ბარიერის გარეშე იძენდა ნებისმიერი ასაკის ადამიანი აფთიაქში მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტზე. ბატონო გელამ მოგახსენათ ამის შესახებ, რომ დაწესებული იყო, დამტკიცებული იყო ფორმა ნომერი 3 რეცეპტი, თუმცა იმავე ბრძანებაში 2011 წლის ბრძანება არის ჯანდაცვის მინისტრის იყო ესე ჩანაწერი, რომ რეცეპტის არ წარდგენის შემთხვევაში ფარმაცევტს ეგრძალება მედიკამენტის გაცემაზე უარის თქმა, ესე იგი ეს რეცეპტი გინდ ყოფილა, გინდა ყოფილა, არყოლ ნონსენსური ჩანაწერი იყო, ერთის მხრივ ვალდებულება იყო იმპერატიული მოთხოვნა თქვა მედიკამენტის მისაღებად რეცეპტის წარდგენისა არანაირად არ იყო. ასე რომ ნებისმიერი ასაკის პიროვნებას მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა შეეძლო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აფთიაქში. ამ მეორე ჯგუფში ახლა მაგალითად ბაკლოსანი, ბაკლოფენი არის საერთაშორისო დასახელება. გაბაპენტინი არის გრიმოდინი, გაბაგამა, ტებანტინი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამოდენიმე ათეული სავაჭრო დასახელებებით არის საქართველოს ბაზარზე დაშვებული. დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები. ახლა ამერიკაში მაგალითად დექსტრომეტორფანის შემცველი ეს სუსტი ოპიოიდი არის, ბატონგელა დამეთანხმება. დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ნაწილი ოტისის მედიკამენტებშია ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებათა ნუსხაში, მაგრამ იქაც დიდი ყურადღება ექცევა, თუ კი ბოროტად გამოყენება ხდება ამისი. საქართველოში მაგალითად მაგიტუსი გვაქვს ხო დარეგისტრირებული ძალიან დიდი რაოდენობით, რამოდენიმე ათეულ ტაბლეტს ერთდროულად იღებენ, რომ რაღაც თრობას მიაღწიონ. ზიდრაგებიდან ზოპიკლონი, ზალეპლონი, რომლებიც FDA-ს მაგალითად ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლის დონეზე აქვს და ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში აქვს. ეს არის ზალეპლონი მაგალითად ანდანტე, ყველასათვის ცნობილი არის ძალიან და ეს არის თვალისწვეთები ტროპიკამედი, რომელსაც ლეცუდი გამოყენება აქვს. ეს ნივთიერებები გადავიტანეთ ჩვენ პირველ ჯგუფში დასახელებები რომ გადატანილია უკვე სხვა ჯგუფში. რამდენი სავაჭრო დასახელებითაც არ უნდა იყოს, ჩვენ საერთაშორისო დასახელებით გადავიტანეთ, იმიტომ რომ დღეს ერთ თუ ქვია მაგალითად ბაკლოფენი და მეორეს ბაკლოსანი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ჯგუფის საერთაშორისო დასახელებით გადასულია და ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით ამ ნუსხას მიეკუთვნება. არის კონტროლის იგივე მექანიზმი, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, ეს არის მიღებიდან დაწყებული, გაცემამდე დამთავრებული და სავალდებულო ინფორმირების კუთხით დამთავრებული, რომ თვეში ერთხელ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ამ ნივთიერებების მიმოქცევასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გაიცა აფთიაქიდან და რის საფუძველზე გაიცა და რას მოვაყოლე ეს
ამას მოყვა ზუსტად ფორმა 3 ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს და 1 სექტემბრიდან უკვე იქნება სავალდებულო ფორმა 3 რეცეპტის წარდგენა მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტზე. ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მივიდეს პაციენტი აფთიაქში და არ შეიძინოს. ეს ერთ-ერთი იმ საფთიაქო ნარკომანის წინააღმდეგ ბრძოლა და სამწუხაროდ არის რეცეპტის ინსტიტუტი ემსახურება რაციონალურ ფარმაკოთერაპიას მთელ მსოფლიოში და ჩვენთან გახდა საქართველოში პრობლემა, რომ გარდა რაციონალური ფარმაკოთერაპიისა კი არა ამაზე უფრო მაღლა დავაყენეთ საფთიაქო ნარკომანია იმ მდგომარეობამდე მივედით. აი დღეს მდგომარეობით ეხლა არაპოლიტიზირებულად საუბრობ, მემკვიდრეობა იმდენად რთულია, რომ რაციონალურ ფარმაკოთერაპიაზე უფრო მაღლა აი კურნალი ექიმი და ფარმაცევტი ვარ, მე უფრო მაღლა ვაყენებთ სამწუხაროდ საფთიაქო ნარკომანიას. ეს მცნება მსოფლიოში არ არსებობს. აი მე და სასწავლო იმაზე ვიყავით ერთად ავსტრიაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში დავსვით ესეთი კითხვა, რომ ხო შეიძლება აფთიაქიდან მოხდეს თქვათ ამოთვლის როგორ ვერ თავი შევიკავოთ რა თქმა უნდა და ბრუნდე არ გავუსეთ. წარმოუდგენელია თუ მოხდებაო მაგაზე რომ შესაბამისმა ორგანოებმა და იმ აფთიაქმა აგოს ამაზე პასუხი. იქ არის ისი თქმა მინდა იცით რომ თვითონ საზოგადოების შეგნების დონე შეუწყობლად კი არ ვამბობ. იქ მენტალიტეტია ესეთი რომ აუცილებლად პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, უნდა გამოიკულიოს, უნდა დაისვას სწორი დიაგნოზი და უნდა შერჩეული იქნას სწორად სამკურნალო საშუალება. ექიმმა საშუალებაც არის. აი აქ თავიდან ითქვა, რომ აი ავსტრიაში არ აქვთ ისეთი აპარატურა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ავსტრიაში ვერ განიხილავენ აი იმ პროცედურებს, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ეს იმიტომ რომ იქ იმ ადამიანებს შეგნებაც იმიტომ მეტი აქვს, რომ აქვთ საშუალება, რომ ინტენსიური კავშირი ქონდეთ ექიმთან, ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა აქვთ უკეთესი დაზღვევა და შესაბამისად ნარკომოხმარებაც კეთილდღეობის დონე, სიმდიდრე, მოქალაქეების უფრო მეტია, თანასწორობა მეტია ამ საზოგადოებაში და იმიტომ არის ეს გეთახობით, მაგრამ ჩვენთან იმ დონეზე არის, რომ აი გაუმჯობესებელ პაკეტს, როდესაც თავაზობს იგივე საყოველთაო დაზღვევა, პაციენტი იძახის, არ მინდა, მე არ მჭირდება ექიმი, არ მჭირდება ფარმაცევტი, არ მინდა მისვლა დროულად, მე ვიცი რა მჭირს. ეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტი არის გამიგეთ და ამას მართალია ჩამოყალიბდა იმიტომ რომ ექიმთან ვერ მიდიოდა ექიმის ფული არ ქონდა და ეხლა თქვენ რადგან შემოგვიაზღვევა ეს იმედია იქნება წინაპირობა იმისა რომ მსგავსი ტრადიცია დაირღვევა საქართველოს რა თქმა უნდა არის ამის დაიწყო ჯანმრთელობის სამინისტროს სერიოზული ბრძოლა და ერთ-ერთი მებრძოლი თქვენ წინ ზის ჯანმრთელობის სამინისტრო საერთოდ არის საქართველოში მოწინავე სამინისტრო, ჩემი ღრმა რწმენით, მუშაობის თვალსაზრისით. ქალბატონო სოფო, დავუბრუნდეთ ისევ კანონპროექტს. ზოგადად უცხოეთში თქვენ ახსენეთ, რომ იგივე გათვალისწინებულია კვიპროსის, ავსტრიის, შვეიცარიის და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. იქ პრაქტიკაში განხორციელებას ზოგადად რა შედეგი მოჰყვა ამ კანონს და თუ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ველით, რომ თქვათ შეამცირებს იგივე ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობას და ნარკოტიკების მოხმარებას. საინტერესო შეკითხვა არის და რა თქმა უნდა პირველ რიგში მას მერე რაც გაგვიჩნდა იდეა რომ თქვათ აი ჩვენთანაც ხომ არ გაგვეხორციელებინა ესეთი ინოვაცია პირველი შეკითხვა ზუსტად იყო ეს შესაბამის სტრუქტურებთან იმ ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან რომ აი რა შედეგი მოიტანა ამ ინოვაციის განხორციელებამ და 4-ვე ქვეყანამ ერთხმად დამიდასტურა რომ ამას ჰქონდა მართლაც ძალიან კარგი შედეგი და შესაბამისად რეკომენდაციას გვაძლევდნენ რომ ჩვენც იგივე გაგვეკეთებინა მე მაქვს თქვათ იმ შესაბამისი უწყებების იმეილებიც არ წამიშლიან ჯერჯერობით და იქ წერია შავით თეთრზე რომ ანუ მართლაც მოიტანა შედეგი და ჩვენც დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენთანაც ეს შედეგს გამოიღებს მით უმეტეს იმის ფონზე რომ იმ ქვეყნებში არ იყო ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების იმ რაოდენობით შედინება როგორც ეს ხდება ჩვენთან იმიტომ რომ ჩვენთან მართლაც როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა კატასტროფული მდგომარეობა არის მოხმარების კუთხით და ჩვენი მოზარდები ახალგაზრდები მართლაც ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენებენ ამ ყველაფერს და აი თქვათ ბოლო დღეების განმავლობაში კრიმინალური პოლიციისგან მაქვს მე პირადად ინფორმაცია რომ 7 კილოს ამოღება მოხდა ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა 10 კილოს ამოღება მოხდა ეს ძალიან დიდი რაოდენობა არის დამეთანხმებით და შესაბამისად ჩვენთანაც დარწმუნებული ვართ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს
მადლობა ქალბატონო. Facebook-ზე შემოგვივიდა შეკითხვა, რომელიც არც ისე სასიამოვნო წასაკითხია. მაყურებელი წერს შემდეგი შინაარსის წერილს. მიმართავ ყველას, ვინც სტუდიაშია გამწარებული ადამიანი ვარ, რა არ ჩავიდინე, რა არ გავაკეთე. ვერაფერს მივაღწია, შვილი მეღუპება. გამოსავალს ვეძებ. მითხარით რა ვიღონო. სახელმწიფოს და საზოგადოებაც უძლურია. ნუ თუ კანონ პროექტი გამოსავალია. არ ვიცი პირადად მე რა კომენტარი გავაკეთო, ბატონო გელა იქნება. კი ბატონო, ახლა კანონ პროექტი და ამ შილზე ორი პრინციპულად განსხვავებული მომენტია ესე იგი, რომელიც ერთმანეთთან არ იკვეთება. კანონ პროექტი ცდილობს რომ ნარკოტიკი არ მოხდეს, მაგრამ ეხლა მე უნდა გითხრათ პირდაპირ რომ თუ ვინმეს ნარკოტიკის ტიპის რამის მიღება უნდა ბოდობო რაღაცას იპოვნის. ეხლა ეს უნდა ყველა ვიცოდეთ რომ სხვა საკითხია ხელმისაწვდომა ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ამ გაუბედურებული ადამიანისთვის პასუხი ცოტა არის. აუცილებლად რასაკვირველია ხა მე მესმის მე ეხლა ეს რაც თქვენ წაიკითხეთ ცხოვრებაში ასობით თქვა ამისთანაც შემთხვევა ხო ესე პირველი რაც უნდა გააკეთოს თვითონ უნდა მივიდეს ნარკოლოგთან. ეხლა მე უნდა გითხრათ პირდაპირ რომ შესაძლებელია უმკურნალოს და ორგანიკურნა. კიდე უმკურნალოს და კიდე ორგანიკურნა. ამიტომ არის ეს მძიმე დაავადება და საშინელი დაავადება. ჩვენ ამის დრო არ გვაქვს, თორემ ეს ძალიან სერიოზული ხო დაავადება თქვენიციდან თერმის. თუ ვერ განიკურნა, მაშინ უნდა ასე ვთქვათ, შეეცადოს და დადგეს იქ გარკვეული რიგი არის, მაგრამ ეს რიგი ბოლო დადგეს ჩანაცვლებითი მეტადონის პროგრამები ასეთი, ეს რას ნიშნავს? აი ესეთი პირები, ვინც ვერძლებს ნარკოტიკის გარეშე. ამიტომ თუ იმიტომ ეხლა მე შორს წაგვიყოს პრინციპში თუ დავადგენთ რომ აი ვერძლებს ამ ეტაპზე ვერაფერი ვერ უშველე. ის უნდა დადგეს რიგში, აი მოხდეს იმ პროგრამაში ყოველ დღე მივა დაწესებულებაში და მისცემენ იმ დოზის ნარკოტიკს, რომელიც მას ნარკოტიკისადმი ტოლოს მოუკლავს იმ დღესთვის. ესე იგი იმ დღეს ის თავისუფალად შეუძლია წავდეს და იმუშაოს. ეს სპეციალური მეტადონის პროგრამა ასეთი. მაგრამ ყოველ დღე მოუხდება სიარული ამ თავისი დოზის მისაღებად, სამაგეო დაწყაჩაღობა დარჭირდება, აცქურდება და ასე შემდეგ და მე იმის და მიხედვით ვისთან აგვაქვს საქმე, იცით რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება 5-6 თვის შემდეგ, 4 თვის მე არ ვიცი ესე იგი. ნელ-ნელა მე დოზები დაუკლო და თავი დაანებოს, ზოგიერთი არის ასეთი. ზოგიერთი 3-6 თვე არ ყოფილა შეიძლება თქვა 1 წელი, 2 წელი, მაგრამ ამასობაში უნდა იყოს ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია. ესე იგი, რაღაცა სამუშაო უნდა დაიწყო, ასე შემდეგ. ნუ ამ თემი კომპლექსი ახლა შორს წამოყვანს, მაგრამ აი გამოსავალი ეს არის. თუ არ ვერ უმკურნა და ან ორგანიკურნა, ამიტომ თუ იმიტომ ახლა შორს წაგვიყვანს, აი არის ეს მეორე საშუალება ეს მეტადონის პროგრამა. ბატონო გელა, ბევრს საუბრობენ ნარკომანის საბოლოო გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. რამდენად ეთანხმებით იმას, რომ სრულიად შესაძლებელია? დაახლოებით რა მე შემიძლია უბრალოდ სოფლის სტატისტიკა მივცეთ. აი ნარკომანი არის ქრონიკული მარიციდირებელი დაავადება. ეს ნიშნავს რომ მისი განგურნება როგორც ასეთი არ ხდება. აი ესე თუ ერთხელ გახდა ავად ბოლომდე ნარკომანი. მე ჩემზე გეტყვით, მე სიგარეტს ვეწეოდი ძალიან ბევრს, ეხლა ჰეროინისგან ცხადია განსხვავებული, მაგრამ თქვენც ზოგიერთი კვდება და ვერანებებს ისე რომ ეგეც ნარკოტიკია, ძალიან ბევრს ვეწეოდი. ძალიან დიდი ხნის წინ დავანებე თავი, მე ბევრი ასაკი დიდი მაქვს, მაშინ ისე რომ მაგრამ რატო ნარკომანი იცით? არც ერთხელ არ მომიწევა იმის შემდეგ. იმის შიშით რომ ერთხელ რომ მოძიო, ხელახლა არ დავიწყო მოწევა. მაშინ როდესაც ნებისმიერი ადამიანმა სხვა თუ არ არის ნარკომანი, ნუ მოწია და მე მას ესე როგორც ნარკომანს არ მას ასეთი ასე ვთქვათ ისა რომ მოწია ერთი წელი შეიძლება მე ხელახლა დამჭირდეს იმის გადატანა, რაც გადავიტანე დანებების დროს. აი ნარკომანი რა არის, მაგრამ ეხლა გასაგებია რომ ესე იგი ნიკოტინი უფრო სუსტი არა, ვიდრე ვთქვათ ჰეროინი. და ამიტომ მე ვთქვათ მოვერია ზოგი ვერერება, ჰეროინის მორიო ბევრად უფრო რთულია, ცხადია. ეს ესე პირველი რაც მოგიტყვი, ეს ქრონიკული დაავადება, ამიტომ არის ქრონიკული. და თემი უბრალოდ რა შეიძლება, მაგალითად, თქვა ამერიკელები ამბობენ, რომ თუ გინდა მართლა გინდა რომ თავი დაანებო, უნდა გადახვიდეს სხვა ქალაქში, უნდა შეიცვალო პროფესია, შეიცვალო წრე, ისე არაფერი არ უნდა იყოს, ისეთი რაც შენ
გახსენებს, აი რეფლექსურად გიბიძგებს ნარკოტიკის მიღებისას. მე ხლა იოლიავის გაკეთება, როგორ ფიქრობთ, არ ძნელია. მაგრამ რომ დავაჯამოთ, არის ასეთი სტატისტიკა, რომ 12-დან 15%-მდე ანებებს, თავს და ანებებს სიკვდილამდე აღარ ეწევა. არის გარკვეული პროცენტი და ეხლა ამის თქმა მე მიჭირს, რომელიც თავს დაანებებს, თქვა 6 თვე, 1 წელი, 3 წელი, მერე დაიწყებს, თქვა უმკურნალობე ხელახლა, ეგ დაახლოებით ისევე, როგორც გიპერდონი დაავადება, როგორც თქვა თუ წესიერ იქცევი და რაღაცა გიმკურნალეს, მეტნაკლებად ნორმალურად აქ არა წნევა, თუ დაარღვევ იმას წნევა, მერე ხელახლა უნდა იმკურნალო, რიცი დაახლოებით დიაბეტის შემთხვევაში იგივე. არის სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს ასე შეიძლება ვთქვათ, აი რაღაცა ჯგუფი ვინც ანებებს საბოლოოდ, დანარჩენი ჯგუფი დრო და დრო არღვევს რეჟიმს თუ შეიძლება ითქვას იწყებს ხელახლა მიღებას, მას ხელახლა ჭირდება მკურნალობა და ხელახლა შეიძლება ასე ვთქვათ თავი დაანებოს. ანუ ესეთი სურათია რა. დაახლოებით ეს არის ეს ჩენზე. დიდი მადლობა ბატონო გელა. ქალბატონო ხათუნა, ალბათ ამ კანონ პროექტის განხილვაში, იგივე სატელევიზიო გადაცემების წყალობით, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩაერთო. როგორ უნდა მოვახდინოთ თქვენი აზრით ისე, რომ კიდევ უფრო მეტი საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჩაერთოს კანონ პროექტის განხილვაში და უფრო მეტმა საყოველთაო საზოგადოებამდე მიტანილი იქნეს ეფექტურად. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა გავაცნობიეროთ ყველა მე აქ თქვა რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფი, სოციალური ჯგუფის ეს პრობლემა, ეს არის ყველას პრობლემა და ვთქვი და გავიმეორებ რომ ეს ზოგს პირდაპირ ეხება, ზოგს ირიბად ეხება და არავინ არ ვარ დაზღვეული რომ მომავალში ჩვენი შვილები თუ ჩვენი ახლობლები არ გახდებიან ამის მსხვერპლი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მე სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს, რომ ეს არის მთავარი რომ პრევენცია რა ფორმით როგორ და რანაირად აი რომ დავიზღვიოთ თავი და დავიცვათ და ავიცილოთ ამიტომ უნდა ვიყოთ ჩართული თორე ხა რამინდა მე ქალთა პარტიის თავმჯდომარე დღეს აგრობზივა სხვათა შორის პირველი გადაცემა ამ თემაზე რომელსაც უშუალოდ ვესწრები და ისე რა თქმა უნდა არაერთხელ მომისმენია ტელეეთერით თუ სხვა საშუალებებით მედია საშუალებებით და მიუხედავად იმისა რომ მადლობა ღმერთს რომ პირადად არ მეხება მაგრამ ძალიანაც მაინტერესებს და ჩართული ვარ ყველანაირად რომ როგორ შეიძლება რომ მე ერთმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ ჩემმა მიიღოს მონაწილეობა ჩაერთოს იგივე კანონ პროექტის მხარდაჭერაში იქნება თუ სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებების სხვადასხვა ფორმით იცით რა ჩვენ მართლა ყველამ თუ არ გავაცნობიერეთ აი ამ მოვლენის გავასიგრძეგანეთ თავისი უარყოფითი რაც შეიძლება აისახოს მე ზოგადად არა ჩვენს მომავალ თაობაზე ძალიან კარგად იქნება ზუსტად ციფრი იყო მოყვანილი ხო რომ 45000 ეს არის საგანგაშო ციფრი ჩვენი ქვეყნისათვის ეს ფაქტობრივად გამოდის რომ გენოფონდი ნადგურდება ამიტომ არ ვიცი ასეთი მონაცემები როცა არსებობს რამე კონკრეტული სპეციალური ზომების მიღება კიდე თუმცა ალბათ ესეც საჭირო იქნება და პირველ რიგში მე მაინც ვფიქრობ რომ ყველა უწყებამ ყველა სამინისტრომ ყველა ორგანიზაციამ არასამთავრობო იქნება სამთავრობო იქნება კოორდინირებულად უნდა იმუშაონ ამ პრობლემის და მოგვარებისათვის რა თქმა უნდა გარკვეული კონკრეტული პროექტები უნდა არსებობდეს და მაინც მე მგონია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო ეს აუცილებელი უმთავრესი რგოლია მაგრამ არანაკლებ შეიძლება ითქვას მეტად მნიშვნელოვანია განათლების სამინისტრო და ზოგადად ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საკითხი აი ამ თვალსაზრისით. ქალბატონო სოფო, კანონ პროექტის განხილვაში თუ ჩაართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების წარმომადგენლები, იგივე თუ გაითვალისწინეთ რაიმე შენიშვნები და მომავალში თუ აპირებთ კიდევ მსგავსი კანონ პროექტ პარლამენტში განხილვის დროს საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვას და მათი შენიშვნების გათვალისწინებას. დიახ. ბატონი დავით და ბატონი გელა არასამთავრობო ორგანიზაციებზე აღარაფერს ვამბობ თავის. დიახ. ბატონი დავით და ბატონი გელა დამეთანხმებიან რომ ჩვენ ეს კანონ პროექტი პირველ რიგში წარვადგინეთ საკოორდინაციო საბჭოში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭოში სადაც ასევე სამთავრობო უწყებებთან ერთად არასამთავრობო სექტორიც არის ჩართული შესაბამისად მათი ესე ვთქვათ დიდი მეცადინეობის შედეგად სწორედ დავიყვანეთ ჩვენ აი 5 წლამდე ეს ასე ვთქვათ სასჯელის ზომა და რა თქმა უნდა ჩვენი ნება იყო მასთან დაკავშირებით თუმცა მათი ჩართულობითაც მოხდა ეს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დავამუშავეთ ეს საკითხები როგორ შეგვეძლო ვთქვათ რომ თავიდან აგვეცილებინა იგივე
არასრულწლოვნების, ვთქვათ, ძალიან მაღალი სასჯელის ზომით დასჯა და ასე შემდეგ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათი კონკრეტული შენიშვნებიც იქნა გათვალისწინებული, ასევე ნარკოლოგები იყვნენ ამ კანონპროექტის განხილვაში ჩართულები, შესაბამისად, ჩართულობა საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო, მათ შორის პროფესიონალებისაც. რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ამ კანონპროექტის იდეის, ასე ვთქვათ, გაჩენიდან ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა და ძალიან ესეთ აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებდა როგორც საქმით, ასევე მორალურად. დიდი მადლობა ქალბატონს. ლევან, იგივე წაღან უკვე ახსენეთ, რომ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი აქტიურად მოითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. თქვენი აზრით, რა როლის შესრულება შეუძლიათ ამ ყველაფერში სტუდენტებს, რა გზებით უნდა ჩაერთონ, რომ საზოგადოებას უფრო ნაკლები გახდეს იგივე ის პრობლემები, რასაც ნარკომანია წარმოადგენს. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. უპირველეს ყოვლისა, მანამდე ნათქვამს გამოვეხმაურები, მგონი ამ კანონპროექტის განხილვაში საზოგადოების ჩართვის პრობლემა არ არსებობს. კანონპროექტის განხილვას გულისხმობ და თემის განხილვას, იმიტომ რომ მაგალითად უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დაიღუპა 2 მაღაროელი შრომის საქმიანობის დროს. მე არ მახსოვს არც ერთი სრულ დიდი თოქ-შოუ გადაცემა, რომელიც ამ თემას მიეძღვნებოდა და შრომის უფლებებს მიეძღვნებოდა, მაგრამ გარდაიცვალა სამწუხაროდ 2 ახალგაზრდა ამ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად და დავითვალეთ ჩვენ მე და ჩემმა მეგობრებმა და უკვე 12 გადაცემა მიეძღვნა როგორც ცენტრალურ, ისე არაცენტრალურ ტელევიზიებში, ასე რომ ეს პრობლემა არ დგას ყურადღება ამ საკითხს აქ. რაც შეეხება ჩართვას, ნამდვილად სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება დეკრიმინალიზაციის პოლიტიკას, ისინი ალბათ უნდა იყვნენ უკეთ ორგანიზებულები, ერთმანეთთან დაკავშირებულები, რომ ახალგაზრდებში არსებული აზრი ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ოდნავ მაინც შევცვალოთ და ვაგრძნობინოთ ჩვენს თანატოლებს, რომ აქ არ არის რაღაცა ერთხელ რომელიმე იმაში დისკოტეკაზე ან ერთხელ რომელიმე გასართობ დაწესებულებაში გართობის საქმე. აქ არის საკითხი, რომელიც ეხება უკავშირდება ნარკოდამოკიდებულებას, უკავშირდება გავრცელებას, უკავშირდება აი ამ ცოცავ ანექსიას, აი ამ პრობლემის, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაზე გადადის და უნდა გავაგებინოთ ყველას კიდევ ერთხელ ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებას უწყობს ხელს, ის დეპრესიული ფონი და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და თუ უკეთ აუხსნით ამას ჩვენ მეგობრებს და გამოვიყენებთ როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო ტრიბუნებს აი ამ პრობლემის წარმოჩენისათვის დარწმუნებული ვარ, ეს აზრი შეიძლება ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენს ტრიბუნას კვლავაც არაერთხელ დავუთმობთ, თქვენ ახსენეთ იგივე თოქ-შოუები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ვთქვათ ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჩვენ ბატონ გელასთან ერთად თქვენს ტელევიზიას არ მიგვიღია პირადად, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მსგავს საკითხებს აქტიურად კვლავ დაუბრუნდებით, რათა ტელემაყურებელი მეტად ინფორმირებული იყოს მსგავსი სიმწვავის პრობლემების მიმართ. ჩვენ სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება ბატონო დავით, ბატონო გელა, შეჯამების სახით. რამდენიმე წუთით შეგვიძლია კვლავ ვისაუბროთ გამოსავალზე. კიდევ ერთხელ გამიმეორდება უდიდესი სამუშაო გაწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტულად ამ კანონპროექტზე არ ჩავთვლი ვარ საუბარში და მინდა ვთქვა, რომ ეს არის პრინციპში ნოვაცია საქართველოში, არა მარტო საქართველოში, როგორც მოგახსენეთ ევროპაში 4 ქვეყანას აქვს მსგავსი კანონი აღებული იქნა ეს მაგალითად და იყო ძალიან რთული არის პროდუქტის შექმნა და პროდუქტის დადება. ძალიან ბევრი კრიტიკა წამოვიდა ამ კუთხით. ამ კანონპროექტის უმთავრესი შედეგი რაც შეიძლება იყოს შემოდინება საზღვრში გადაკვეთა და რატო პრინციპი მარტივად აი საზოგადოების გასაგებენაზე როს. ამ ფაქტების გამოვლენა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდებოდა, მაგრამ ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება იმ ნივთიერების, რომ რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა ახლა ეს შეგვიძლია დაკისრებოდ. ეს შეგვიძლია მოკლედ აი კრიმინალური კლასების მიხედვით, იმ ბირთვების მიხედვით, კრიმინალიზებული არის 9 ბირთვი, რომელსაც ვთქვათ ან რადიკალის ან ფუნქციური ჯგუფის ან ელემენტის ჩანაცვლება ხდება და ქიმიური ფორმულა იცვლება და რთულდება, ამის ასე ვთქვათ ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც მას სპექტრუმით ვთქვათ შეყვანილი არის და იდენტიფიცირებას ახდენს ამ 350-ვე ნივთიერების, რაც ცნობილი არის. უმთავრესი დამსახურება მარტივიანით რომ
ვისაუბროთ საზოგადოებისთვის გასაგები ენაზე რომ ვისაუბროთ, ეს არის ის რომ აღმოაჩინა სამართალდამცავმა შეუძლია უკვე დაადგინოს ეს რა ნივთიერება ზუსტად იმ კლუბებში რაც ხდებოდა გამოვლენილი კი იყო, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ არსებობდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის. არც ადმინისტრაციული და არც გასაგები დიდი მადლობა ბატონო გელა. სულ რამდენიმე კი ბატონო, მე მინდა გითხრათ რომ აი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავგონი მუშაობა გაწია თქო ხედავთ. ჯანმრთელობის სამინისტრომაც უდიდესი სამუშაო გაწია და დასასეონო ორი სტაბყვარი ფიგურა ჩვენ აქ ხავს სტუდიაში. აი ახლა გადაბარტია. ერთ-ერთი უძიმესი პრობლემა ეგ არის თავისუფალი დროის პრობლემა. ესე იგი ბავშვმა სად წაიღოს თავისი თავისუფლება შეიტყოს. აი თემა. სტუდენტები, აი დაუშვათ სტუდენტები ნარკომანიის წინააღმდეგ. მე რისი თქვა მინდა, იცით ესე იგი დაიწყეთ რა. იყოს 5 კაცი, იყოს 10 კაცი. მე თავის დროზე იყო დედები, სხვადასხვა ძალიან საინტერესოა. ნარკომანების დედები ნარკომანიის წინააღმდეგ. იყო ასეთი გაერთიანება და ნუ ახლა გარკვეული საქმე მაშინ გააკეთეს, ბევრი ვერა. ეხლა მეც გააკეთებია, იმიტომ რომ მაშინ სხვა რეჟიმი იყო, ეხლა სხვა რეჟიმია. მე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ აი მოდი ერთად შევებრძოლოთ. სხვა გზას მე ვერ ხედავ. როგორც კანონ პროექტის ავტორს არ შემიძლია ქალბატონ სოფოს არ მიცე. კვლავ ბოლოს სიტყვა სულ ერთი წუთით ქალბატონ სოფო. ბოლოს სიტყვა ცუდად ჟღერს არა. არა, ამჯერად. ამჯერად კიდევ მოგიწვევთ აუცილებლად. დიდი მადლობა. ნუ შემაჯამებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონ პროექტის უკან ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი შრომა არ ჩაივლის უკვალოდ და შესაბამისად ის მიზანი რაც ჰქონდა კერძოდ ამ ნივთიერებების შემოდინების აღკვეთა, მათი რეალიზაციის აღკვეთა და ასე შემდეგ, ეს მაქსიმალურად იქნება მიღწეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ილუზია არ გვაქვს, რომ 100%-ით შევამცირებთ საქართველოში ნარკომანიას, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდება ამის შემდეგ აი ამ ახალი ფსიქოაქტიური იმედი ვიქონიოთ. ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო დღეს ამით ამოიწურა არგუმენტების დრო დასრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენ სტუმრებს საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. იმედი მაქვს ჩვენმა ტელემაყურებელმა დღეს კიდევ უფრო ბევრი შეიტყო ჯანმრთელობისათვის მეტად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, ახალი კანონ პროექტის შესახებ. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადოთ ტელემაყურებელს Facebook-ზე აქტიურობისთვის. სამშაბათს გადაცემას გაუძღობა ჩემი კოლეგა ზუია დავალიანი, მე კი ზუსტად ერთი კვირით შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.